Country, Georgia! Let's go, man! ბიტლზები დაბრუნდებიან, დღეს მარტო 3 ბიტლზი არის, სოზა არ არის დღეს ჩვენთან, მაგრამ ტრადიცია გრძელდება ეპიზოდ 157-ზე. ხვიჩექს ქორიძე, ლუკა კვარაცხელია, ნოსტალგიორგი დავბრუნდით Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, YouTube-ზე გამოგვიწერეთ, დარჩით ჩვენთან UFC 328 დასრულდა და დაიკარგა 1-0. შეიცვალა ჩემპიონი middleweight division-ში და ძალიან ბევრი თემები გვაქვს სალაპარაკო და არ ვიცი რითი დავიწყო რა და აი რეკომენდაცია მითხარით რა ან თქვენი პირველი რეაქცია რა. მოდი წნარად ვაყურებინოთ პირდაპირ ბიჭო ხო და იმას იმ შონ სტრიკლენდს უძახნენ კატას. ეს კატა არისო და მაგ კატას დააძინებსო, მაგ კოშკასო თუ რაღაცებს იძახნენ კომენტებში რა. ბიჭო არა კოშკა არის ტიკტოკერი, რომელიც ძალიან მაგრად გავს შონ სტრიკლენდს ვიზუალურად. მართლა? ტიპს ქვია რა კოშკა. ხო. ეს სახელია და აი აი წონას რო აბარებს სტრიკლენდი დაახლოებით ეგეთია რა. ბაზარი რა ახლა დავაზგავს რომ მიმიკითაც ძალიან გავს. ვაზე ხართ არის ისეთი გამოხედები. ბიჭო იმაზე უნდა გაკაიფოთ რა რომ ხვიჩას პატარა მონაკვეთი დო Fight Hop-ის მასე რა Facebook გვერდზე და არც დაუფიქსირებია ხვიჩას რომ ვინ მოიგებსო რა მომენტ იმ ამ ბრძოლაზე საუბრობდა უბრალოდ და იძახდა რომ ადრე რაუნდებს თუ გაცდებაო სტრიკლენდიო მაშინ იქნებაო მაგარი ტესტიო რა თუ დაახლოებით ეგრე რა და ჰეიტ კომენტები მოვიდა კაროჩე აზე არა ხვიჩამ უბრალოდ დაუშვა რომ ეგ ბრძოლა შეიძლება მალე არ დამთავრდეს ხამზატის საბმიშენით. აი ეს დაუშვა. შესაძლებელია პირველ რაუნდში არ მორჩეს და არ მოიგოს ეგრევე ხამზატ. მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი, თვითონ რომ ანუ შენ მართლა გონია რომ ეს ბრძოლა არ მორჩება დაწყებისთანავე? აი ეს იყო ეს ბრაზის საფუძველი ეს სიგიჟე. აუ მართლა რა. აი მართლა რა რამდენი ფანები მაგრამ გადავიდეთ იმაზე რომ ხამზატი მართლა გაიტესტა დიფოტერში და იგივე პრობლემა აღმოჩნდა არაფერს ყველა დიფოტერის მებრძოლესთან როგორც გილბერტ ბიოსთან იგივე პრობლემა აღმოჩნდა სტრიკლანდთანაც იგივე პრობლემა აღმოჩნდა ხამზატს რომ ძალიან გაუჭირდა რა დიფოტერში თვითონ ბრძოლა ანუ ჩახლართულ ბრძოლაში ყოფნა რა და მე ჩემ პირველი ტეიქდაუნის დაცვა ხო ჩემი აზრით ძალიან დაანგრია ხამზატი რა პირველი ტეიქდაუნის დაცვა იყო გადამტეხი რაღაცა რაც და ვინახე მე ანუ მეორე რაუნდში პირველი ტეიქდაუნი რო დაიცავდა იქ რო დაფარა ხო იმ მომენტში ძალიან გაუტეხა ტემპი ხამზატს რა პლუს კიდე ხო მაგერც რაღაცას ვიტყვი რომ მე უკანა პოდკასტზე რო ვთქვი რა ახალ კემპში შესვლა ხო ამდენი მნიშვნელოვანი შრომებით ვაფშე ეს სიგიჟი რაც არის ის კეკეთებას არ შეიძლება რა ხამზატმა უდიდესი შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით რომ ახალ კემპში შევიდა რა რომელიც ახლა აი ეს პადუარში კაჩაობდა რა ჭიდაობა ეს ასლაბარაკობ რა თებში ებზადებოდი მაშინ რა ქვია საცხალ რუსეთში თებში ებზადებოდი ელბრუსის მთასთან იქა ჭიდაობას გადიოდი და იყავი კარგ ფორმაში რა არ უნდა შეეცვალა ჩემი აზრით ეს იყო განამწყვეტი შეცდომა რა ხამზატის მაგ ელბრუსის მთებიდან ჩამოვიდა და კალიფორნიაში მოემზადა იმაში რა ქვია და პოდკასტერებთან ვიჟენიობდა რაც უნდა იქნა სტრიკლენდს, აი განსხვავებით დუპლესისგან, რომ საერთოდ არ ამუშავა დუპლესი როგორც კი წაიქცეოდა, ანუ იწვა საიდ კონტროლი იყო 5 რაუნდი. არანაირი მოძრაობა, გადატრიალება, ზურგის მიცემა, მიხოხება გალიასთან, აი არ ამუშავა რა და სტრიკლენდმა ეს ენერგია გადაანაწილა. პირველ რაუნდში კი აკონტროლა სრულად ხამზატმა, მაგრამ არც ერთ მომენტში არ ყოფილა სტატიკური სტრიკლენდი. ანუ მუდმივად ამუშავა ხამზატი, არც ერთი წამით არ გაჩერებულა. და მეორე რაუნდი დაიწყო თუ არა, უკვე თავისი წამოწვა ხამზატი. მე ეგ რამე არ მინახავს, მაგას აკეთებენ აი სასწაული ჯისერი რო ხარ და უკვე რო აღარ იცი როგორ უნდა მოიგო ბრძოლა და პროსტა რო ითრევ რა, აი მოდი, რო იქნებ ეგ ხო არ არის ხამზატი. პროსტა ანუ ძალიან ბევრი ამუშავა შორმა პირველ რაუნდში და უკვე მენტალურადაც რაც ხვიჩამ თქვა ეგ გონია რომ დამიშოვანია რა როგორი ტიპიც არის ხამზატი ხამზატი არის აი მისთვის
კარგი ბრძოლა არის თუ გადაუვლის ტიპს თავზე. ან როგორც კი ხვდება რომ აი ეგ არ დგება, მე ძალიან ფუჭდება რა. აი რაც მოგებულია, ყველა ეგრე აქვს მოგებული. აი რაც გართულდა ჩხუბები ჟილბერტთანაც და უსმანთანაც, უსმანთანაც რაღაცა მაჟორიტი დისიჟენი თუ რაღაც ეგეთი მოიგო, გილბერტთანაც ძალიან რთული ჩხუბი და როგორც კი გაურთულებ ჩხუბს და ანახებ რომ ეხლა ჩხუბი გვექნება და არა დომინაცია, მაგრა იჭრება რა. ბიჭო, შონმა გააკეთა ყველაფერი იდეალურად. დაჟე რაღაც მომენტში რომ აქით უწევდა, ასე რა ქვია, გდებებზე და აი ამოსმულს და უცილობდა, ფსიქოლოგიურადაც მგონია რომ ძალიან გატეხა რა. ანუ რომ აჩვენა რომ ეს არ იქნება დომინაცია, ეს იქნება ჩხუბი. მაგრამ ხამზაც არის მინდა გავუსვა ხაზიცი, ლუკა, რომ დაგიო, რომ ან დადებითი რაც და ვინახე ხამზატისგან, რომ გადალაგდა დგომში გააგზავნა ჩხუბი და თეიქდაუნის ცდელობა გააკეთა კიდე, რომ თეიქდაუნის ცდელობა კიდე რომ გაიგეთ მე მაგას, მე-23 რაუნდში ხო, ეთლად დაიძირებოდა, ეგრევე მოგდებოდა. მაგრა გადალაგდა და დაიწყო დგომში ჩხუბი, კი გაილახა, მაგრამ ნახა მისი დისტანცია და მე მე-4 რაუნდის როგორ მოიპარა მაგან, ხო ნახე რა, ბოლოს თეიქდაუნით მოიპარა და ანუ გეგმა გადალაგდა და მე-5 რაუნდში კაი გეგმით გამოვიდა, რეალურად კაი გეგმით გამოვიდა. დასაწყისში იცლიდა თეიქდაუნი არ გამოვიდა, რაუნდის ბოლოს უნდა გაეკეთებია თეიქდაუნი რა. თუ გააკეთებდა, მოიგებდა, თუ ვერ გააკეთებდა, ვერ მოიგებდა. თეიქდაუნი პლუს კონტროლი პლუს ზიანი, ანუ მაგას გულისხმობ რა. და ვერ გააკეთა და გადამწყვეტი ორი თეიქდაუნი ვერ გააკეთა რა ხამზატმა და მაგრამ ანუ დადებითი ის იყო რომ როგორც ჩემპიონი შეძლო ცოტა მისი გეგმა შეცვალოს რა, რადგანაც მე-3 რაუნდში მაგი ფეხში რო შესულიყო, მკვდარი იქნებოდა, შანსი არ ექნებოდა. მართლა სტრიკლანდის საუბარი ახსოვდებოდა, რომ დააფინიშებდა სტრიკლანდი 100%-ით მაგას რა. ისეთი ტოპ გეიმი და ტოპ ზიანი გაუშვა. ბიჭო, სანაგას წერდნენ, რაღაც კომენტები ნათდება ხოლმე, რომ მე-3-ში აფინიშებს შონიო და უცებ აღარ იჭიდავა და ენერგია დაზოგათან სტრიკლენდმა რო იცოდა რომ შეიძლება ეჭიდავა, ცოტა ხელი ჩამოშვებული, ძალიან ფრთხილი იყო. აი შონისთვისაც კი ძალიან ფრთხილი იყო. მარტო წინა ხელი ამუშავა, თითქმის ნუ რაღაც იყო მომენტები რომ მარჯვენები კარგად ჩაუსვა, მაგრამ როგორც უყვარს ეგრე არ იმუშავა რა. და ნუ ზოგადად ეხა ვინმე მისი არ გაიგოს, ხამზატი არის ელიტარული უმაღლესი დონის მებრძოლი. უბრალოდ ბრძოლამდე რაც ვილაპარაკეთ ეხა ის იყო რომ ანუ ის რომ დაგეშვა რომ ამ ჩხუბი იქნებოდა, იყო ურეალურესი რაღაც. და რაც მოხდა იყო ძალიან მე თუ მკითხავ მოსალოდნელი იყო რომ პირველი რაუნდის საბმიშენი არ იქნებოდა. და რაღაცა ამის გამო რაღაც საშინელები წავიკითხე, მაგრამ მაგას არ აუშავს რა. წარმოვიდგინე ხამზატი იყო პირველი ადამიანი, ვისაც საბმიშენის ცდელობა ჰქონდა სტრიკლენდის საწინააღმდეგო. სტრიკლენდის კარიერაში საბმიშენის ცდელობა არ ყოფილა. ვერავინ ვერ გადავიდა სტრიკლენდთან, დაჟე საბმიშენის ცდელობაზე. და ანუ ხამზატმა გადავიდა საბმიშენის ცდელობაზე სტრიკლენდთან. პირველი ადამიანი იყო, ვინც კარიერაში გადავიდა მაგაზე რა. რაც დიდი პროგრესი იყო რაღაც პონჩი რა. ბაჟი ბრძოლას აი რო უყურებდი რა, ძალიან უცნაური იყო ისიც. ბიჭო, კადრი ესე იყო, რომ სულ ხედავდი სტრიკლენდს სახით და ხამზატს ხედავდი კეფით რა. და რო უყურებდი რაღაც მომენტში, ანუ ჩანდა მარტო შონის სახე, რომ რაღაცა ცხვირი, გასისხლული რაღაც და რაღაც მომენტში რომ მოტრიალდა კადრი და ხამზატის სახე დავინახე და აი ეს 800 ჯები შუბლში და კაცი ანუ დალურჯებული, გასიებული იყო რა. რაღაც კადრი იყო ისეთი რომ თითქოს მარტო სტრიკლენდი ილახება თუ რაღაც ეგეთი. არა და ჩხუბი იყო და არ შემოbrunდა ეგ ყველაფერი რა. რაც შეეხება მე-5 საჩვიც, მე-5 რაუნდი მისცა ხამზატს ეგ არ უნდა ამსაჯონაცი, ესეთ მნიშვნელოვან ჩხუბში ეგ რაუნდი მე მგონი არ არის საერთოდ საფიქრალი. დარტყმები იყო ორჯერ მეტი და ის რაღაცის კონტროლით ესეთ ჩხუბში კონტროლი არ თქონდა, ანუ ცდელობა ჰქონდა თეიქდაუნის რა, ორი ცდელობა ჰქონდა თეიქდაუნის. რეალურად მე-5 რაუნდი ერთ მომსაჯმად ძალიან ცუდად იმსაჯა. ანუ შემაწუხებლად ცუდად იმსაჯა, არასპორტულად და არა უაზროდ ცუდად იმსაჯა, ესე ბოლო რაუნდი მე-3 მსაჯი იყო მაგი. მაგის კომპეტენციაში გამოძიებაც უნდა ჩადო. ბიჭო, ნეტა თენგიზას ჰერბდინი ეცემა რა, იმის მარგოდადის ნაცვლად რა და ბიჭო, პირველი რაუნდი იყო დომინაცია ჭიდაობით და კონტროლი ხამზატის რა. მაგრამ თითქოს MMA ბრძოლა არ იყო, იმიტომ რომ დამიჯზე საერთოდ არ მიდიოდა რა, ესე მგონია რა, просто აწვებოდა და გეგმა რა იყო, რომ დაეღალა შონ სტრიკლენდი მაგითი. ანუ დუპლესის ატარებდა, თვითონ არ დაღლილიყო გეგმა რა. გიო, თვითონ არ დაღლილიყო გეგმა პირველ რაუნდში. და მეორე რაუნდში გახსოვთ,
ქვემოთ ანუ მაუნტზე იყო ხო შონ სტრიკლენდი თუ რაზე იყო? აი საით კონტროლზე იყო ძირითადად. არა, გარჩი იყო, ხო? ზემოდან იყო. ხალგარდი იყო საით კონტროლი. ხო, აი ეგ იყო ძალიან ისეთი, რომ მართლა არავის ნანახი არ შერო თქვი ახლა რომ საბმიშენიო ხვიჩი. საბმიშენი ამდენი წელია UFC-ში არის რა, ხო აზე ხარ რა, რომ ნანახი არავის არ ქონდა გაკეთებული ცდელობა საბმიშენის შონ სტრიკლენდან და ხამზატიც არავის არ ქონდა ნანახი ეგრე ქვემოდან რა. ზუგიდან ხამზატი არ მაქვს ნანახი. და მე ბოქსინგზე რო გადავიდა რა ხამზატი რა, აი თითქოს რა იყო, ცდელობა დაივიწყა მეორე რაუნდიდან, ხო მგონი? მეორედან მეოთხემდე. არა, მეორეში გაკეთა, მაგრამ მესამედან აღარ იყო. მეოთხე რაუნდამდე მგონი რა, ხო? და აი მესამე რაუნდი იდგა დგომში და მეოთხე რაუნდის ისე იდგა რა ქვია დგომში რა. მეოთხე რაუნდის პირველი ნაწილი. ხო, მე ბოლოს ისევ დაუბრუნდა რა და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ რაღაც დონეზე მაგარი ხელები აღმოაჩნდა ხამზაც რა. You have to give it to him. იმიტომ რომ შონ სტრიკლენდთან ძალიან, არა, მე ვიძახდი და ყველას ესე ეგონა, რომ თუ დგომში იქნებოდა, რა თქმა უნდა, შონ სტრიკლენდს ექონდა უპირატესობა და ეგრეც იყო, ხო? მაგრამ ინდონეზი არ იყო, რომ რაღაც შონ სტრიკლენდი მის გრძელ კომბინაციებს ვერ ურტყამდა, იმიტომ რომ უფრთხილდებოდა შემოსვლებს რა. თორე სტრიკლენდი კი გძნობდა და ანუ როცა გამოცდილი ხარ დგომში, ხო, გძნობ შენ ამდენად მეტი დაარტყებ მეტოქის რა. და იცოდა რომ ძალიან წინ იყო. რეალურად ხო ყველა რაუნდში რომელიც დგომში გაატარეთ, მაგრამ ხო სტრიკლენდი ძალიან წინ იყო რაოდენობებით რა დარტყმის რა. და გძნობდა სტრიკლენდი მაგას, ანუ მაგი არ ჭირდებოდა სტრიკლენდს ისე რა ქვია, იმაზე მეტის გაკეთება, იცოდა რამდენი უნდა გაიგეთებია, ხო მეხტი რა, არ გადაიწყო თავი. ძალიან აკადემიურად დაშალა ხამზატი რა, ძალიან აკადემიურად დაშალა ხამზატი. დაჟინებია მოგრო ხამზატმა აი მაგარი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ ეჭიდავა, თორე ძალიან ცუდად იქნებოდა მის საქმე. სტრიკლენდი რაშიც არის პროფესორი, რაც მხოლოდ აქვს ელიტარულ მებრძოლს, არის საკუთარი ენერგიის გადანაწილება 25 წუთზე. ანუ ეს თუ შენ არ გაქვს როგორც მებრძოლს, მაღალ დონეზე აფი არ გამოგივა რა. სტრიკლენდმა იცის, თან ამდენი ხანია რაც 5 რაუნდს ჩხუბობს უკვე რა. მე დაღლილი და აი ფეხზე ვეღარ დგას შონ სტრიკლენდი არ მინახავს ყოველთვის, რაც ეხა ხვიჩამ თქვა ის, რომ ანუ ეს რაუნდი მიმყავს, მეც ურტყავ, ენერგიას დავიტოვებ, ელაპარაკება ნიქსიქს, რომ მითხარით ამდენი წუთი დარჩა, ანუ სათითაოდ ყოველი წუთის გასვლის მერე მითხარით ამდენი დამრჩაო. რომ ცოდნო და სად არის, იგებს თუ არა, ისე გადაანაწილა, რომ მეხუთე რაუნდში უკეთესი იყო და მართლა იქ რო ხამზაც ეჭიდავა, მოკავდა შონი ძალიან აღილი იყო. და ის დგომშიც კი, ანუ დაჩაგვრა არ იყო. უბრალოდ სულ რო გახსოვს ეხა რომ ხამზატ იგი დგას წინ და ერთი ზედმეტი გაშლა და დაკანდერი და აქ შემოვიდა უკვე თავში გააკ, ცოტა გიფუჭდება რა, მაგრამ იმდენ იქნა რომ რაუნდი მაინც მოიგო. არა, იმის თქვა მინდოდა უბრალოდ რომ ძალიან ბევრი პერიოდი გამოვიდა ხამზაც იყო მარტო მდგომში რა. ხო ასე ხარ და ძირითადად იყო კიკბოქსი რა, კრივი და კიკბოქსი რა და ეგრე არავის არ ეგონა რომ რამდენი პერიოდი გავიდოდა, მგონი 10 წუთი თითქოს რომ ვაფშე არ იყო ჭიდაობა რა, ხო ასე ხარ რა და იყო მდგომში. იცი რა შემახსენა გიო, გილბერტ ბერნსთანაც მასე იდგა მაგით დგომში, როცა უკვე ვერ გადაიყვანა, ხო, უკვე დგომში ცდილობდა რაღაცა დაერტყა და მაგ აირღა ნოკდაუნიც, ანუ რა, მაგრამ ანუ ზოგადად ხამზატის პატერნი არის, რაც არ უნდა მებრძოლი დრო გადიოდეს, რაღაც პატერნები ყოველთვის რჩება ერთი და იგივე რა. და ხამზატი არის, მე ვფიქრობ, რომ ხამზატი მაგალითად თვითონ ბრძოლაში უშუალოდ არ გატყდა, როგორც ბრძოლაში გატყდა რო თქვა. ხოზე ხარ რა, არ გატყდა რა. იმიტომ რომ გეგმა გადაალაგა, ახალი გეგმა ვიფიქრე, რაღაც ახალი გააკეთა, მაგრამ ნუ სტრიკლენდმა აჯობა რა, მის ფუნდამენტი გეგმას აჯობა 10 თავით და მის გეგმა ბეს აჯობა, გეგმა ას აჯობა 10 თავით და გეგმა ბეს აჯობა 2 თავით კიდე ზევიდან რა. და მაგრამ ეს იყო სტრიკლენდის დღე, ღამე, რავი, დილას აღამო, ყველაფერი იყო და სტრიკლენდის მაგას აღამოს რა. ბიჭო და არის თუ არა რამე ან გაგაოცათ, ან გაგაკვირვათ, ან პირიქით რომ გული დაგწყვიტათ, ანუ disappointment იყო თუ არა რაღაც, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი რა, რომ როგორც ისეთი ბრძოლა ძალიან exciting ბრძოლა ნამდვილად არ იყო რა.
აი განსაკუთრებით რო შეხედავ co-main events რა ომიც იყო რა უბრალოდ ანუ ხალხი იმდენად იყო hype-ში ამ ბრძოლაზე რომ ხო ასე ხარ სულ დაავიწყათ ყველაფერი რა და გვავიწყდა უბრალოდ უყურებდით ხო ასე ხარ ამ ბრძოლას ვარა ისე როგორც ბრძოლა რო ძალიან მაგარი ბრძოლა იყო ნამდვილად არ ვიტყვი მაგას რომ ძალიან მაგარი ბრძოლა იყო ბევრად უფრო co-main event-ი მაგაზე ჯერ არ ვსაუბრობ მაგრამ ისიც ძალიან უაზროდ მიმაჩნია რომ რაღაცა ეგეთი პონტი რო არის რომ ვითომ რა გამოდის ახლა ეს რომ პროსტა შოუ ბიზნესი არის და ეგ ჰოლივუდი არის და ჩვენ დედას რო ვაგინებთ ერთმანეთს და რაღაცას ეს ვერ დავამუღამე გიო სიმართლე გითხრაში ანუ ეგ ვერ გავიგე რა ანუ კამერებს ჰოლივუდია და დედას ვაგინებთ ერთმანეთს და რაღაცა და მე რა ხდება თითქოს რა აი ეგ პონტი ვერ ძალიან WWE გამოვიდა რა UFC რა ხო გესმის რა რას მე მაგი გამიგუგა თვითონ სტარტი ბრძოლაში ხელით ჩამორთმევა მიყვარ ხარ ჩემი ძმა ხარ და MMA და კარგი ბრძოლა ვაჩვენოთ მე მაგი ჯერ მენტალურ სისუსტეც ჩავთვალე სიმართლე გითხრა რა ხამზატის მაგრამ მე ნორმალურად იჭხობა და მაგი ალბათ გაიაზრა რომ ვერ გალახავს ისე რაფერც უნდა გაელახა თუ რა იყო მაგის ფაქტორი მე ვერ წარმომედგინა რომ მაგი მოხდებოდა რა რო ყოფილიყო საშუალება ასე რომ ვთქვათ რომ დამედო ჩემი მთელი ფული მთელი ქონება რაც მაქვს იმაზე რომ ხამზატი ჩემი ხამზატი არ შემოართმავს ხელს სტრიგლას მე მაგას გავაკეთებდი ვიტყოდი ყველაზე მაგაზე გეტყვი მაგრამ რაღაცას ერთ ბეტინგ იმას ქონდა ეგეთი პოზიცია ჩამოართმევს თუ არა ხელს შონი და ხამზატი მაგაზეც იდო ფული კიზე იყო +900 ანუ რასაც დადებდი ანუ $100-ზე +900 გემატებოდა რა ანუ ჩვენ ენაზე რო ვთქვა 10 კუში რა ანუ ეგეთი რაღაც დაასწრებდა მე თან ყველა რაუნდში ხალხს არწმევდნენ ძმაკაცო ეს I love you вообще სიგიჟე იყო უკვე რა ანუ რასაც არ ველოდებოდი მაგ ჩხუბისგან მე მეგონა რომ როგორც კონორი ხავიბი გაგზელდა ეგრე გაგზელდებოდა და მაგრა გამოკვირვა და სხვა შორის გამოკვირვა შონის post fight ინტერვიუმაც რომ ან ბოდიში მოიხადა ზედმეტი ვილაპარაკე out of line ვიყავი ამდენი არ უნდა მეკითხა რაღაცეები და ცოტა მოლოდინელი იყო ძალიან კი არ ველოდებოდი მაგას აუ შონის რომელი ბაზარია იცი რომ ბოიგე ხوازე ხარ და ყველაფერის მთქმელი ხარ ხوازე ხარ რა შოს პირ ისე რო გიხარია ხوازე ხარ ხო ისე რო გიხარია მთქმელია შოდი მაგდაერი ტიპი არის ზოგადად რა ხო და აი თავიდან რო ვიძახით რომ რამდენი შავი კოსტუმი იქნება მეთქი თავიდან ნახეთ რამდენი security და მილიცია იყო ზუსტად რო თქვით ზუსტად რო თქვი რამდენი სავსე იყო და მე ბოლოს მეთქი ისეთი სიტუაცია შეიძლება იყოს რომ ბოლოსაც უნდა შემოვიდნენ და რაღაცა არ მესმის რა ხوازე ხარ აი ეგ ძალიან ისე ახალყურებული პონტი ხოლმე მეთის მოკლა უნდოდეთ პრობლემა არ არის რაც იყო კაი იყო ჩხუბი მე მაშინ რომ კაი მეინ ივენთი იყო მოვლენა იყო დასამახსოვრებელი მოვლენა იყო რაღაც დიდი მოხდა პლუს რაც შეეხება იმას ხო ძალიან საინტერესო საკითხია სტრიგლანდისთვის შემდეგი გასშეიძლება რა არის რა ახლა დუპლესიმ ერთი ჩხუბი მეიგო სტრიგლანდთან ერგება ჩხუბი თუ არა ძალიან საინტერესო მდგომარეობა ნასრუდინი იმამოვი არის შემდეგი რა ხდება იმამოვი არის შემდეგი იმამოვი არის შემდეგი რომელიც ნაცემ მიყავს ხო და ანუ რამხელა მეჩაპი არის იმამოვთან მაგია ხوازე ხარ რა თან ახლა იმამოვი ვითო ძალიან მაგარი მოხდილი არის და სტრიგლანდი ამნაირი პერფორმანსის მერე მოდის რა ანუ ამნაირი მოგების მერე მოდის რა სტრიგლანდი შორტ-ოტიზე არის შესული იმამოვთან და კარგად ყავს ნაცემ და მარა შემდეგი ტესტი იმამოვი არის იმიტომ რომ რეალურად ეკუთვნოდა იმამოვს ეგ ჩხუბი კამარზე მაგრამ მე რომ ერნანდეს ესე ნოკაუტით და მუხლით რაღაც მოიგო სტრიგლენდმა ამათ შორის ესეთი ამბავი იყო ამას არ გამოსა ამათ ხარ თემა გაუშვენ იცი იქ აი inside ინფორმაციები არის სწორების თავობაზე ხარ რადგან ვერიფიცირებული არაფერი არა და არავინ ხელი არ ხარ მისი პირით არ თქო მაგრამ ამათ მოგაუშვენ ეს ძმაკაცური მეზობლური ბაზარი რომ მე ახლა სტრიგლანს გავლახავ გადავალ ზევითადონთა კატეგორიაშიო და ვაკანტებ ხამარსო ჩიმაებს ანუ რა ეს ნაპოლეონის გეგმები მაგრამ მევასება ხوازე ხარ რა გადავალ ზემდე და შენი ჩხუბი მიცხა იქნება შემდეგიო მიცხას მოგცემენო რა შენ აუცილებელი პრეტენდენტი იქნებიო და მე წავალ და შენი ჩხუბი და გადააბარენ ერთმანეთს რა ანუ და მაგიტო იმამოვისგან ზოგადად ერთი პრეტენზიაც არ წამოსულა წარმოიდგინე პრეტენდენტი ხარ და ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბრძოლაა და არც ლაპარაკობა რა ანუ მაგაზე რა პირველი ნომერი იყო კაცო და არის
ვარე რა, ანუ თუ ვისო გადააბარენ ეს კამარი და მიუწოდენ ერთმანეთს და შენ გადაიბარე ჩემი ძმა, არა შენ გადაიბარე ჩემი ძმა და ეგ მე მგონი ეხა მაგრამ აინტერესებს ხამზატი წავა და დაიკიდებს ამ წაგებას რომ კაი წავაგეთ, ამიტომ რეალურად ყველა ილაპარაკა უკვე მაგაზე რომ ხამზატი უნდა ავიდეს. თვითონაც რავი ძალიან გაუჭირდა კლება, ლაპარაკობს ძალიან დიდი ხანია რომ უნდა ავიდე 93-ის კამარის მინდა რაღაც, მაგრამ ეს შეაკავებს თუ არა მაგაზე ვფიქრობ ეხა რა. ანუ წაგებული წავა. ხამზატმა პირველ რიგში ლუკა უნდა დაბრუნდეს ელბრუსზე მის კემპში სერიოზულად მაგას ვფიქრობ და არანაირ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს ამერიკაში. რადგანაც მაგი ვითო კროსფიტი რასაც აკეთებენ მაგენი ხო ან რასაც აკეთებენ თუ გაქვს მაგას მომზადებაზე მიხედვით ხო ეს ძალიან დიდი ხანია ამოწურული თემა არის MMA-ში და მე მაგაზე თუ ვაპარაკობდი რომ ზოგადად ანუ უკვე ჩვენ თვითონ აი ითვლება რომ კარდიოს მომცემი არ არის და რეალურად ხამზატს კარდიო არ მისცა. ხამზატმა ინტელექტით გაკაჩა ხუთი რაუნდი, თორე კარდიო არ მოუცემია მაგ მომზადებას, რაზეც მისი ტრენერი ლაპარაკობდა რომ აუ სასწაულ ფორმაშია, რკინას ხევს. რკინას კი ხევს, მაგრამ ადამიანს ვერ ერევა მაგ რკინამასე არა, მაგი ამბობი რა. და ელბრუსზე რო იყო ხო ძალიან მაგრად ჩხუბობდა. იმიტომ რომ ისე იყო აი კონდიციებში იყო და რაღაცა კარგ კემპში იყო, თავისუფალი მოჭიდავეების კემპში იყო, რაც მაგას უხდება ზოგადად რა. მე მაგას ჯორჯ ჩემპიერი და ზაჰაბი ლაპარაკობენ ამდენი ხანია რომ აი ეგ კარდიო MMA-ის კარდიო არ არის. ანუ ეს კროსფიტები და რაღაცები არ გადგება ხა. ზაჰაბიმ და სემპიერმა იციან. ხო, საინტერესო იქნება, ანუ მაინც ავა თუ დარჩება middleweight-ში რა. ჩემი აზრით ალბათ იმას აიღებს, რაც უფრო კარგი ვარიანტი იქნება რა ბრძოლის ფონში რა და გონია თუ არა რომ რაღაცა excuse-ი ან ლიკი გამოვა რა, არა მგონია რომ ხამზატი თვითონ გამოვიდეს და თქვა რომ რაღაცა მჭირდაო ან რაღაც, იმიტომ რომ იმედი არ გააკეთებს excuse, არანაირს არავინ არ გააკეთებს არანაირ excuse, იმიტომ რომ ბრძოლა და ბრძოლის მომენტი არა შენ მომზადებაში იყო ფაკაპი, სავარაუდოდ მე ასე ვფიქრობ და რაც ყველაზე უფრო სწორად მიმაჩნია ხო მაგ ბრძოლაში ხო ის რომ სტრიკლანდი ხო ხამზადეს დიდად მომეჩვენა მე რო უყურებ ბრძოლას ხო სტრიკლანდი რომელიც არის 77-დან welterweight-დან ამოსული ხო დღეს ხამზადზე დღესდღეობით ხამზადზე დიდი იყო ბრძოლაში მე მასე დავინახე მაგითა რაის light heavyweight-ზე გქონს საუბარი ვაფშე რაის light heavyweight-ზე გქონს საუბარი ხამზადზე როცა რეალურად ხო სტრიკლანდის ჯანს ვერ გაუსწორდა ეგი ყოველდღე ლაპარაკობდით ხო ბევრი რომ სტრიკლენდი არის უაზრო ძლიერი 84 და ეგ ჯანსი დაშავრած სართული იქნება მაგრამ სტრიკლენდს თავი გაანებო მაგ ხელა ხალხი მანდ რა ის ბორალიო რა პატარაა უფრო რამხელა არის ბორალიო ძალიან დიდი არის იმაოვის კაი ის არის და უბრალოდ სტილისტიკურად არის იქ გაცილებით უკეთესი ჩხუბები იქ არავინ არ ჭიდაობს აი წარმოიდგინე ჩემპიონი ვინ არის კარლოს ულბერგი ხა აი ხამზატი ფიქრობს რომ ჩემპიონი თუ ულბერგი არის და მე თუ ავედი აი მოვკიდებ ხელს და რაც არის რა მე რეკი პროჰასკა ანუ არ არიან რა აწყობს ბრძოლები ანუ რაც ხედავს ახლა რა ეხლა იქ რომ ჯონ ჯონსი და დენიელ კორმია იყვნენ 93-ში არ ამგონია რომ ესე უბრალოდ რომ უნდა ავიდე ახლა სავარაუდოდ არ იქნება მაგარი გიჟი უნდა იყო რომ ახვიდე მაგრამ რა არის კარგი ანუ შენ რას ფიქრობ ხუჩ რომ ყველაზე კარგი ნაბიჯი რა არის რომ ავიდეს და პოდკასტზე ხო მე უკან პოდკასტზე ხო გითხარი გიო პირველი მე როგორც ფანატ შეურta ბრძოლების ხო არ ვარ ვაფშე არც ხამზატი არ მაინტერესებს არც ტრინლანდი არ მაინტერესებს ზოგადად მე ვასება კარგი ისტორია რა და მე როგორც ფანატ შეურta ბრძოლების რა გითხარი მინდა რომ პირველი ბრძოლა სტრიკლანდმა მოიგოს მეორე ბრძოლა ხამზატმა და არევანშოს და მესამე ბრძოლაში რაღაცა დედამიწა დაინგრას მოკლედ რო თქვა და უყოს უდიდესი ბრძოლა მაგრამ რევანში სიმართლე გითხრა გაფუჭდა იმიტომ რომ ბედბლადი გაანეიტრალეს მაგათმა ერთმანეთში რა მაგის გაკეთება რა ვიცი უკვე მაგხელა ბედბლადის განეიტრალება ანუ რევანშის მოკლის საშუალება იყო ფაქტობრივად რომ ეს და ზაბურება რა ყოფილიყო და პირველი ბრძოლა split decision-ით დაბრუნდა და ხამზატი ბრუნდება და უკვე მაინც ინტრიგა იქნებოდა რა რევანშში ასე რომ ვთქვათ რა საღოლწმაო well said რევანშს ეგრევე არ იმსახურებს ხო ლუკ აი ხა რევანშს არ ამგონია რომ მიცენი კი იყო split decision მაგრამ არ ამგონია რომ ეგრევე მიცენ რა როცა არის ადამიანი რო ელოდება ფორმალურად მაგრამ რამდენად decision-ი იყო მე მგონია რომ თალსახად უნდა ყოფილიყო ერთწულოვანი ეს ერთი მე მეორე რაც ხვიჩამ თქვა ეგ არის თალსახად რომ აქ რო ყოფილიყო ეხლა რო გადმოხტარიყო ის ხაბიბივით ვიღაცა
იმაზე არმანი უნდა არმანი რომ რაღაცა მომხდარი იყო და არა მემოვიგე და რაღაცეები და კიდე ეჭხუბად და ის დაცვა შემოსულიყო უკვე კაი იქნებოდა, მაგრამ ეხა ჯერ ხამზატი კიდე როც იჭხუბებს, მაგას უყარს ერთწლიანი პაუზები. მით უმეტეს ეს გაფუჭებული დრამა და მით უმეტეს ხალხი არის იქ რიგში რა. ანუ იმავე ელოდება ერთ წელია ჭხუბს. ეხა შეიძლება კიდე უნდა ჯერ როდის აღდგება ეხა. მაგარი ნაცემია ხამზატი. ანუ რეალურად გარდა იმისა რომ მოემზადოს რაღაც სხვანაირად უნდა აღიდგინოს ეხა რა. არ არის კარგად ჩემი აზრით. საკმაოდ შეიძლება შერყევა არ ქონდეს, მაგრამ ეგ ერთი და დივიზიონი პროსტა გაიჭედება ეგრე მგონია ძალიან ეხა რომ თქვან რომ რევანში უნდა იყოს რა და მე ანუ რევანშის მუღამი რა არის რომ კითხვის ნიშნები რჩება ბრძოლის მერე. მე არ დამჩენია კითხვის ნიშანი ეს ჭხუბი ვინ მოიგო. აი ესე რო ვთქვა რა. ამას რო უყურე ოუგოს ეკლენდმა რა. უფრო ახლო უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით. მაგრამ სიამოვნებით ვნახავდი ამათ კიდე ერთ ჭხუბს რო იყოს პრობლემა არ არის, მაგრამ მგონია რომ არ უნდა იყოს და ვისაც ეკუთვნის ეგ ხალხი წამოვიდა. მაგალითად პოტეიკია ლუკა რა იცი რომ რამდენად ხამზატი ემსახურებს რევანშს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ უფრო დიდად პირველი ნომერი იმსახურებს ტაიტლ შოტს რა. უფრო დიდად იმამოვი იმსახურებს რომ იჭუბოს ტიტულზე რა, უკვე ბევრი გააკეთა მაგ ტიპმა. რომ მიაღწიოს ტიტულზე და თომაც კარგი ინსტრუმენტებიც აქვს რა რეალურად. ყველა საწინააღმდეგოდ. ბიჭო, მე პირიქით იმათში იქნება საინტერესოა. მე პირიქით ამ ბრძოლას სიამოვნებით ნამდვილად არ ნახავდი. ჩემი აზრით არ იყო მაგარი ბრძოლა რა. და თუ მოიგებს ხამზატი ახლა კიდე 1-2-ს რა და გადაულის ისევ, მაშინ ბაზარი არ არის რა. ნუ ვის უნდა მოუგოს, არ დარჩა ხალხი ტოპში, ვის უნდა დიუპლესისთან ჩასვლა, вообще ერთი ადამიანიც არ მოუგოს, ხო, რანკინგის ნახვა მინდოდა რა. მაგი არ ეჭხუბება. არა თქვა რომ ეჭხუბებიო, მაგრამ ახლა ტიტულზე არ ეჭხუბა და ისე არ ვიცი ეჭხუბება თუ არა. ის ვარიანტი ხო არის, რა ქვია იმას? იდისიამოვნებით რინიერ დერიდერთან. ხო, დერიდერი ან ჰერნანდესი. ან ბრენდან ალენი, რავი, აი ვინმე ეგეთთან, რავი. ბრენდან ალენი ვარჯიშობდა მაგასთან და არ ამგონია, არ ვიცი, მაგრამ ხო. მაშინ დერიდერი არის იდეალური. ჰერნანდესიც ხო შეიძლება რა. დერიდერმა ეხა ხო წააგოჩხუბიდა მაგ მომენტში, წაგების მერე დერიდერს შანსი არ ამაგას არ ვიცი. დერიდერითან ლაითეივი. ანუ მე ურჩევდი ხამზატს ეიღოს დასვენება. მის კემპს გადახედოს, იმიტომ რომ გარაჟში კროსფიტის კეთება ეს არის უაზრო დონის დებილობა, ეჩი გაკეთება შეიძლება. მესმის რომ მისი თიმია და ანუ ყველას მოსდის შეცდომები და უმაღლეს ლეველზეც ყველაზე ძვირი ღირს უბრალოდ მაგის შეცდომები რა. მაგრამ მე რომ მქონდეს საშუალება რომ ურჩიო, ხო, ურჩევდი რომ გადავიდეს სადმე მის კომფორტულ სივრცეში რა. ანუ იმას ფიქრობ რომ he was gassed და ეგ იყო მაგის პრობლემა რომ he was gassed, ხო? გაზი აღარ ქონდა, არ იყო? ხო, ნუ ეს არასწორი მომზადება იყო, მოკლედ რა ვთქვა, რა მე რაფერს ხედავ არასწორი მომზადება იყო. ახლა იგივე ერთი წონით გაძმაღლა ავიდეთ. და შევხედოთ ნებისმიერ ბრძოლას 5 რაუნდიანს ჯონ ჯონს, დენიელ კორმიეს, ალექსანდრ გუსტავსონის ერთი წონით მიდე მაღლა არიან. კიდევ უფრო მძიმე ბრძოლები არიან. და რამხელა ტემპში მუშაობენ. გუსტავსონი კორმიე რო ავიღოთ ბრძოლა, რომელიც არ აგვიგულავდა, ხო? გუსტავსონი ჯონსი რო ავიღოთ პირველი ბრძოლა, ხო? ანუ რამხელა მაღალ ტემპში მუშაობდნენ, ხო? ანუ ის მომზადება წარმოიდგინე, ხამზატს ფიზიკურად უფრო მოუხდებოდა, რაც კორმიემ და ჯონსმა გაიარნენ, ვიდრე ეს, რაც გააკეთა ამან რა. იმიტომ რომ middleweight-ი ასე მაგრა იბრიდებოდა, არ შეიძლება მოკლედ რა ვთქვათ რა. არ უნდა იბრიდებოდა ესე მაგრა. მით უმეტეს იმას აკეთებდა, რაც მაგას უნდა უყვარდეს რო აკეთოს. ესეთი არიგით პირველი რაუნდი არ იყო ისეთი, კი ამუშავა ციკლენმაც და არ იყო რომ გაჩერებული იყო როგორც დუპლესი, მაგრამ როცა შენ ხა ამბობ რომ ყველაზე მაგარი მოჭიდავე ვარ და შეიძლება არ იყიდეც ერთი რაუნდი და 4 წუთი რომ კაც ზურგზე აზიხარ, მაგის მერე რო გამოხვალ მკვდარი არ უნდა იყო რა. ეგ არ არის ელიტარული მებრძოლის მომზადება. მისი ტერიტორია ეგ, მაგას რაც უნდა, სადაც უნდა რომ იყოს, იქ გაგზელდა ის პირველი რაუნდი. და გამოვიდა მეორე რაუნდში და ის რა შესვლა იყო, თავისით წაიქცა ფაქტიურად რა. დარჩა ქვემოთ რა, stayed on guard, in guard ხო? თვითონ დაფულა რა. ხო, pulled the guard და მოკლედ რა, უეჭველი ის იქნება რა, იმავოვი, უეჭველი რა. ორი აზრიც არ არის ახლა რა. იმავოს ეკუთვნის ახლა, ძალიან კაი ფხობები აქვს მოგებული. და ალენი ყავს ნაცემი, რომელიც მე მგონი მე-4 ნომერია უკვე.
მე ადესანი აყავს გათიშული, ბორალიოს მოუგო და ხა მეტი რა უნდა ქნას ეხა უნდა მიცე რა ეხა. კი. სერიოზულ სტრიგზე მოდის. და კარგი ის იყო რომ არავინ არ მომკვდარა, ხო ასე ხარ, არავის არ ესროლა და რამე ხო. აუ რა სიგიჟე იყო ბილდაპი და ბოლოს როგორ დამთავრდა. იმას კი არ ვიცახი რომ მინდოდა რომ მენახა, მაგრამ ვიღაცას რომ ვიღაცა მოეკლა ან რაღაც კი არ მინდოდა. უბრალოდ ძალიან გამოდის გახალტურებული გამოდის რა, ხო ასე ხარ. UFC არის UFC, WWE არის WWE, ხო გესმის რა და ჰოლივუდი და რა ვერ გავიგე რა უბრალოდ და ეგ იყო ჩემი main point-ი რა. მე არ აგიღნიშნე გიო ხო, მანამდე აგიღნიშნე უკანა პოდკასტის მაგაზე საუბრობთ და მაგი აგიღნიშნე რომ თვითონ ხამზატი როგორ უდგებოდა სტრიკლანდის trash talks, ხო, მე მევასე მომწონდა რა. ანუ ვითო ფსიქოლოგიურად მაგრა უდგებოდა და მაგ trash talks ზეძოლა გავლენა არ უნდა ექონა, ანუ რა მის პერფორმანსზე რა. და მაგი მეგონა რომ ანუ არ ექნება გავლენა, მაგრამ ოქტაგონში გამოავლეს მის თავს და რაღაცას იზამს და ანუ რაღაცა ისე სხვანაირად მოხდებოდა რა. მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში სავარაუდოდ ამაზე დიდ ბრძოლას მაინც ვერ იჭხებდა რა, ამაზე მეც ვერ იჭხებდა. რაც იჭხება როგორც ჩემპიონი იდეალურად გეგმა მეიგონა შუაჩხუბის დროს, იმიტომ რომ გეგმა ჰქონდა საზიზღრობა, სტრიკლანდი იდეალურად კონტრაუტა გეგმას ისე რომ შილავ მესამე რაუნდში ვაფშე 10-8 გასულიყო განალახი. იმიტომ ისე როგორი გზნობა გაუგებარი რაღაც გააკეთა რა, ლუკ როგორი გზნობა არის ხვიჩ ლუკ რომ ანუ აი ესეთი ის ყველას ჩარჩოებში ყავხარ რა, აი თვითონ ამერიკელებიც, ბევრი მებრძოლებიც, ამერიკელებიც ყველა ხამზატი ამოირჩია რა ამ ბრძოლამდე რა, დაჟე იძახდნენ რომ არა მე კი მინდა რომ სტრიკლენდმა მოიგოს, მაგრამ ხამზატი მაგარია და ხოაზე ხარ რა, ეგეთი პონტი რომ ყველა ჩარჩოში ყავხარ რომ რაღაც თქოს რაღაც და ვერავინ ვერ დაუმარცხებელი და ბოლოს მე რაც ვიცი, კაროჩე ლუკამ თქვა რომ ის მოიგებს სტრიკლანდი, ქოკიმ თქვა რომ სტრიკლანდი მოიგებს და ჩვენ თქვით რომ სტრიკლანდი მომგები არის ამ შხობის რეალურად რა და დიფოტერში ძალიან საფათო არის ხამზატის, ანუ პირდაპირ პრედიქშენი აკეთებ. მე ვაღიარებ რომ მე არ მეგონა რომ სტრიკლანდი მოიგებდა, მე მეგონა რომ ჩიმაევი მოიგებდა რა. მე ვფიქრობდი რომ მომგები არის სტრიკლანდი რა, როცა გვიან შევაბრძოლა, მაგ უკვე ძალიან ბევრი კითხვა შეექმნება ჩიმაევს რა, ჩიმაევის ირგვლივ რა. გზნობა ძალიან კაია, ხა რეალურად მე ძალიან ის ვიყავი straight forward რა, ანუ პირდაპირ ისაც რაღაცებს ლაპარაკობდი, მაგრამ ხა რეალურად ვანგა კი არ ვარ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული და უეჭველი არც ერთი ჩხუბი არ ვიცი. უბრალოდ რეალურად, ანუ მე უბრალოდ მეგონა რომ შეეძლო სტრიკლანდს ამ ჩხუბის მოგება. აი როგორ შეიძლება ხა მგონებოდა რომ რაც ვილაპარაკე მართლა ის ხო მიხვდებოდა ყველა ადეკვატური ადამიანი რომ ხუმრობდი. ანუ ეგ ვერა არც ეს ბრძოლაზე არ შეიძლება ეგრე ვფიქრი რომ სალსახად რაღაც მოხდებოდა, მაგრამ ის რომ სტრიკლენდს შეეძლო ამ ბრძოლის ამოღება, აი ეს რეალური რო იყო, მაგის ჯეროდა კი. სხვა შორის ადრე ჭიდაობდა სტრიკლენდი. ოღონ აი როგორ ადრე იცი, აი 10 წლის წინ და კიდე უფრო ადრე და კიდე საბმიშენების აქ ნაკეთები, ეხა სტრიკლენდ საბმიშენის მცდელობა რო გქონდეს, ძალიან გავიკვირდებათ, ხო აი იმდენად არ უყვარს ეგ რა, უჩვენია ურტყას რა. და რეალურად ძალიან მაგარი მოჭიდავე არის, ეხა არავის არ უცდია შენთან საბმიშენის მცდელობა, იქ ნიშნავს რომ ძალიან მაგრა იცავ. რომანისგანაც ვიცოდით ეგ დოლიძე გვეუბნებოდა მაგას რომ წარმოუდგენლად რთულია მაგკაცთან საბმიშენის მცდელობა რა და რომანი ვიცით რომ მაგ თამაში MMA-ის გარეშე სუფთა გრეპლინგში დამჭერია ყველასი. თვითონ რომანის საერთოდ რომ წარმოუდგენლად რთულია ამ კაცს ვერ ვეჭიდავ ერთადერთი ვისთანაც წინეულს ვერ ვაკეთებ სულ არიო შონიო რა და იმ დარბაზში ძალიან მაგარი ბევრი მაგარი ბიჭი არის. სადაც ეგვარჯიშობს რა ექსტრემ კულტურაში. ხო. კი აბა. მე ხა მგონია რომ შონის შემდეგი რაც უნდა იყოს არის აუცილებლად იმავოვი და მე აუცილებლად ჭირდება კარიერაში რიკუს დუპლესისთან W რა. ეგ არის რაც სტრიკლენდის კარიერას ჭირდება წყალივით, იმიტომ რომ კი პირველი ჩხუბი შემიძლია მოიგო სტრიკლენდმა და მაგრამ მეორე წააგო ძალიან წყალივით. და მე ვფიქრობ რომ ან მე რამდენად მაღალი დონის მებრძოლის მგონია სტრიკლენდი, ეგეთ დონის მებრძოლს ორი წაგება არ უნდა იწეროს რიკუ დუპლესისთან ლეგასის პონჩი ვამბობ რა. ანუ არ იმსახურებს მაგას. ის კანონი ერთთან წაგება ყუილია, ეგ მოგებული აქვს ეგ ჩხუბი სტრიკლენდს ალსახად
არა ის მეორე ჩხუბი წააგო ნაღდად. კი ამბობენ თვითონ შონს არ უთქვას აღარ სხვა შოვის, მაგრამ გუნდელებისგან ვიცი რომანისგან რაღაცებისგან რომ ანუ ვერც ვარჯიშობდაო იმდენად სულად იყო მაგ ჩხუბის წინო. მაგრამ ეგ იშხუბა, ეგ თავისთავად ააბრალოს თუ გადიხარ ბრძოლაში, რაც მოხდება ეგ შენი ბრალი არის რა. იმავოთან კაი ბრძოლა უნდა იყოს, მაგრამ მე მგონია რომ აი ეს ფეხზე ჩხუბში სტრიკლენთან მაგ ჩხუბზე არ ვლაპარაკობთ ახლა, მაგრამ და შემდეგი უნდა კონდეს მიზანი დრიკუსთან უეჭველი რევანში. მაგრამ დრიკუსმა თუ წააგო მაგამდე მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ფერნანდესი დრიკუსი რო იყოს წარმოიდგინე ბრძოლა რა. აი კაი ჩხუბი. დრიკუსმა უნდა მოიგოს მაგ ბრძოლა. კი, იმიტომ რომ ერნანდესი პატარაა და ის ძადიდია. ანუ უნდა მოიგოს რა 5 რაუნდიანი რო რევანში მოიპოვოს. მეტი სხვა ბრძოლა არ არსებობს, საიდანაც შეიძლება მაგან შონთან დაბრუნდეს. ეგრევე ჩხუბით, ერთი ჩხუბით? ო, მეტი არც აბრძოლა. ერთი ჩხუბი ფერნანდესის დომინაციის მოუპოვს. უნდა გადაუვაროს ვიღაცას, ხო, ეგ სხვანაირად არ მგონი. მოკლედ ეხლა დარჩა ერთი დაუმარცხებელი ჩემპიონი რა და მალე მოდის მისი დრო თოფურია თეთრ სახლში თეთრი საათით რა თქმა უნდა ველოდებით მაგ ბრძოლას ძალიან მაგარი რაღაცები დატრიალდა კიდე რა აუ ამ ქარდზე ჯერ რამდენი ბრძოლა არა გვაქვს ჯერ კიდევ გამთავრებული მაგრამ აუ ეს რა პრეს კონფერენციები იყო აი ეგ არ არის უფრო ისეთი რომ აი არ გიდა რომ რაღაც მოიფხანო გული პრეს კონფერენციაზე მოიპარა ხო ილიას ვლაპარაკობდით ხამზატის და იმის სტრიკლენდის ბრძოლის დღეს რომ ილიამ რო იმას სახეში გაუგანა უყურე მაგას რაღაცაად მოახერხა ილიამ რომ ბაიცი ილიაზე უყურა დედამიწაზე მან ახლა MMA-ის ჩაძებული ადამიანი რო არის და რომ MMA-ის მაინც ვინ არ უყურა ილია თოფურიას ზუსტი მიზანი მაგარი მიზანი აქვს მართლა გითხრა რა ყველაზე მაგარი მიზანი ხუჭბელია ტიპი რაღაც თვალებზე მუშაობდნენო ამ კამშიო რაღაც სათვალეები ქონდა რა რომ გვერდულად ვერ ხედავ თუ რაღაც სპეკებზე მუშაობდნენ რა და არის ვიდეოები რომ რაღაც მაგაზე მუშაობდნენ და ეგ გამოვარდა მე თუ დამუღამეთ ის მომენტი რომ ასე ილია იყურება რა ავისროლო მიხდი და დაწვა რა ისროლოს დაჟდა და წარწერი ანუ ვიდი გააკეთა რომ ვითო დამშვიდებული არის და არ ჩხუბობს ხო არა და მაგრამ მუშაობდა დაწვა დააბოლა რა რომ всё არ ჩხუბობა არაფერს არ აკეთებოდა ასე დეინახა ნივთი გახედასა და всё ტრაექტორიები დახაზა ჩვენ მაძმამ და შეატრენა და პირდაპირ სათვალეში რო გაარტყა ბიჭო თანო დაჯდა რა მაგრამ თან ესე რო იჯდა და თანო თვალებით იყურებოდა უეჭველი ბიჭო და იცი რა ესროლა თურმე გააგდო წადიო ხედა და გაიყვანეს ეგ იყო boss move man ეგ იყო Dana White-ის line აიღო და რა ესროლა რა ნივთი იყო ეგ ჭიქა იყო ჭიქა არ იყო ბიჭო თურმე რა ყოფილა იცი 100% არა ვარ მაგრამ სადღაც გავიგე რომ ის იყო თვითონ მიკროფონს რო ოთხკუთხედი აქვს რა ხოაზე ხარ გარეთ ეს რო გაშეს ხო რა ოთხკუთხედი რო აქვს რა ხო აი ეგ მოაძრო თუ რაღაცა რა არ ვიცი და ეგ ესროლა რა მაგარი რა იყო ილიას ხო ბევრი ჰეითერი ყავს რა იმიტომ რომ ყველას ფავორიტი მებრძოლი გათიშვილი ყავს რა და ხოაზე ხარ ანუ მაინც ხალხს გულში ჩარჩენილი ყავს რა ხოაზე ხარ ამდენი ფანი ხოაზე ხარ ვოლკანოვსკი ოლივერა მაქს ოლივერი და ამ ეს რომ მოხდა პრეს კონფერენციაზე ძალიან ბევრი ისინი ვნახე რომ პატიებთ რომ ჩვენი საყვარელი მებრძოლი გათიშე ილო შენ მაგარი ხარ და რაღაც იმიტომ რომ იქ იყვნენ ბრაზილიელები ვისაც უნდა ემოქმედათ ძმაო და იმათმა არ იმოქმედეს იქ რუფი რომიზის და დიეგო ლოპესი ილია უნდა იმოქმედოს ჯერ ბიჭო სხვათა შორის გახედა ვიღაცამ გაიხედა უკან მერე გახსოვს უკან ხო იჯდნენ კიდე და ვინ გაიხედა უკან რაღაც იყო ეგეთი რა არა დავივიწყოთ და ესპრეს კონფერენცია მაგარი იყო რა მართლა რა და ილიამ ქართული კაცის აქციელი გააკეთა რომ არა იტანა უბრალოდ ადამიანი რომელსაც ნორმალური ურთიერთობა აქვს იმას რომ შეურაცხყოფას აყენებენ ისე როგორც რომ ეს ადამიანი ვერ ხდება რომ შეურაცხყოფას აყენებენ თან ამხელა შეურაცხყოფას აყენებენ ამიტომ
ბიჭო და წარმოიდგინე რომ დღეს იყოს 1996 წელიან რაღაც მოხდებოდა ეს ბრძოლა რა ჯოშ ჰოკით versus ილია თოფურია what do you think თენგის თედორაძის ორგანიზაციას არაშოუდა თენგის თედორაძის მაგარი ორგანიზაცია და მაგარი წესები მოხდებოდა წარმოიდგინე ხო იშვიათი მოვლენაა კიდეთ ილია თოფურიას მომენტი რომ ყველა სხვა ვინც ისროლა ბოთლები ხო სანქციები დაადენ ასე თუ ისე დიაზეს და კონორის კონფერენციები და იგი რომ გიხსენო რაღაც შეზღუდვები რაღაც ჯარიმა რაღაც მოქმედებები შეზღუდვებს ტიპს არანაირი არაფერი არც რომ მალადეს არ სტატაში დაუკრით ხო ზეხარა ხო იქ ხა იმბლეთს რო ხედქა და რაღაცეები გადაამტრია იქ ლონდონის ივენზე ლონდონში არც იქ არ დაჟილა იქ მაგრა გარისკა რაღაც პონჩი იქ გარისკა კარიერა ბრძოლის შაშლა რა ვიცი ხა იქ რომ წარმოიდგინე მოხვედრო და კარგად ძიმედ ბრძოლეს და რა დაზიანებულიყო he's the boss ბიჭო არა ზანზის მოძრაობს იმიტომ რომ არმანი ცდილობს მასივი მოძრაობს არა ვიღაცას რაღაცას არტყას რაღაცა გააკეთოს მაგრამ ზედმეტი გამოდის და სრაზუ ისჯება მაგის გამო ხო და ილია ისე ზუსტად აკეთებს რომ არ ზიანს აყენებს და შეურაცხყოფას აყენებს security-ს უთხრა რომ გაიყვანეთ ეს აქედან და ეგრევე მივიდე გაიყვანეს და იმაზე არ ხარ დაკერებული რამოდენიმე pay-per-view რო იყო მაშინ რა კიდე pay-per-view რო იყო სადაც Sean Shelby Dana White დგას ხოლმე იქ ყავდათ ილოც რა და რო გამოდიოდნენ მე face-off-ებზე ილოც იქ იდგა რა Dana-სთან უკან და აი მაგაზეც ვერ მივხვდი რომ რა ხდება რა და არმანი რო ჩხუბობდა იმასთან კატარის ვენზე ამობშენ არმანი რო ჩხუბობდა ჰანგმენთან რო ჩხუბობდა რა ჩვენ 1-2 იყო ეგეთი რა უეჭველი მინიმუმ 2 იყო რომ ილოვ ნახე ერთზე ფადი ფიმბლეტი იყო კუთხეში დაჟე ხო აჰა რომ გამოვიდა და იქ ერთვანეთს რომ ფადი ფიმბლეტი და არმანი ჩხუბობდა main events დენ ჰუკერთან ხო და მაგასთან რო იყო მაქიდგა ილია იმასავით რომ matchmaker-ის ადგილას ადომღაცა ხო და აი ეგ რა პონჩი იყო ხო არ ვიცოდი და ეხა ხო ვიცით თურმე ილია is the boss არი კი არი ბიჭო და კიდე ერთი რაღაც უნდა თქვა რა ცხოვრების MMA-ის და White House-ის ისტორიაზე რა ეგეთი ლაინი ვინმეს თუ დაუდევს ცხოვრებაში ამერიკაში აი კონტექსტიდან რო ამოიღო რო არ იცოდე რა ვიღაცა იძახის I'm gonna drop missiles on the White House lawn. Oh, gauge რა იქის რა ბიჭო აი. ალბათ ვერ მიხვდა საერთოდ რომ ეგეთ რაღაცა წამოწდა, მაგრამ მეთქი ეხლა შეახტებიან ამას. აშვები. მაგრამ კიდე წამეჩინე რომ თოფურიამ რა ლაინი გაუძრო ტრამპს რო ისაურო ქვიო. შენი ზმაკაცი რა დოგაწერიო ასე შენი მეგობარი რა დოგაწერი შევდა რო აშხობება რა. ტიპი ტრამპის ცნობილია. ტრამპის ცნობილია იმით რომ ყველას იქეთ აბულიგეს რაღაც აწვება ისე ალაგებს წინადადებს რომ ანუ ამცირებს ყველაზე ხარა და რაღაცა ისე გამოვიდა მაგარი პოლიტიკური შეკითხვა დაუსვა ილობ გაჭედა გეიჯი და ტრამპი ერთად ანუ ისეთი უხერხულ სიტუაციაში და გაჭდა ყველაზე ხარა მაგი ძალიან მძიმე მომენტი იყო მართლაც მეუბნებით ილოს რომ შენი წყალი წამოიღეს ავარაუდოდ რა დებატებისთვის მზად იყო შენი წყალი წეიღე მაგათი წყალი რამე არ დალიო მაგათაც ბევრმა მომწერა რომ შენი აზრით ლოგიკურია რომ იქ რაღაცა ჩაუსხან და ჩაუყარონ საჭმელში და რაღაც არა მეთქი აი ეგეც რაღაც დაიჯერე ვეღარ უყურებ ვერაფერს მე რა მაგრამ მაინც სიფხილეს თავი არ სტა. მაგაზე უცნაურებიც არ მომხდარა ამ ქვეყანაში ვიხდებაჩი. არაფერი აღარ გამიკვირდება მე ვაფშე საერთოდ რა. მე უკვე ისეთ ასაკში ვარ, ძმებო ხო ასე 42 წელის ხდები მალე, რამე მეტყობა. არც ტვინში. ტანკი ვითხარ ძმაო. მოდი ძმა ლუკას საუკეთესო ბრძოლაზე, ლუკას ფალავანზე გადევიდეთ. Okay, bro. აი, ემიჯილა. ყველას მეგონა დასურტაი რა. ნამდვილად. უეჭველი ფავორიტი რა, იმიტომ რომ
რეალურად იმ დონის მაღალი ჭიდაობა აქვს მაგდებს, ხო? რომ ვერ წარმომიდგენია რომ მაგ ჭიდაობას რა უნდა უქნა, ხო აზე ხარ რა? და ჯოშუა ვენს, ანუ ხო, თან ტასუროტაირა დაფინიშებული არ ყოფილა არასოდეს წარმოედგინე, მითერი კარიერის განმავლობაში დაფინიშებული არასოდეს არ ყოფილა. და მაგას ტასუროტაირას რომ მოუგო, უნდა მოუგო მეთქი ჭიდაობა, ხო, რეალურად, ანუ ასე ვფიქრობდი, ასეთი მათემატიკა მქონდა მე ტვინში რა. თურმე სათყოფილ ხარ ტიპს იმ ხელამძიმე მარჯვენა პირდაპირი აქვს, რომ რა ვიცი რა, მოგეთოთ ერთი მებრძოლი მყავდა, ასე მეხი დამეცა მეგონაო, თქვა ხო, ასე ხარ იმ ხელა დამარტყენო და სავარაუდოდ მეორე ტასუროტაირა იქნება, რომ ალბათ განათება ეგონა, რომ თავზე დაეცა იმ ხელა მარჯვენა პირდაპირი დაარტყა, რომ მას რეალურად გადაწყვიტა ბრძოლა. მაგრამ ჩემი აზრით Fight of the Night-ის სტატუს უფრო მეტად იმსახურებს მაგი ბრძოლა, ვიდრე ჩიმაევის ტრიკლენდი რა, შედარებით რა. მარტო ტაცუროტაირას მე ბრძოლის სული იმსახურებს Fight of the Night-ს. მე ეგეთი არ მაგ ხელა ზიანიდან მაგ დონის ბრძოლის შეთავაზება არ მინახავს რა. მესამე რაუნდის ბოლოს თუ მეოთხე რაუნდის ბოლოს რომ ტაცუროტაირა შედის და გადაყავს ეგ არის როგორ აკეთებს, აი სულით იბრძოდა უბრალოდ უკვე რა, ეგ საოცრება იყო. ჯოშუა ვანს რაც შეეხება, არ ვიცი, ჯილად, ეგ რომ მე ვერ ხვდები რატო არ არის ეგ კაცი ყველა საყვარელი მებრძოლია. მეტი რა უნდა მოგცეს მებრძოლმა, რა რომ უყურებ, ვანი არის, არ ვიცი, უმაღლესი დონე და დაახლოებით ეგეთი რაღაც თქვა ნანახი. ტაცუროტაირასთან როგორი ბრძოლაც იყო, ერთი იაპონელი ბიჭი არის მაგ დივიზიონში, რეი ცურუია. რომელიც არის ოლიმპიელი მოჭიდავე, ოღონდ გრეკო-რომანის რა. ანუ ოღონდ გასხვავება ისაა, რომ გრეპლინგი არ აქვს, ისეთი როგორც ტაირას, მაგრამ წამქცევი ესე გადამყვანი რა. ის ძალიან მაგარი არის. ეხლა თუნდა იჩხუბოს, მე მგონი შემდეგ ივენტზე იქნება რა. მაგას ეჩხუბა შარშან პირველი ჩხუბი, მე მგონი იანვარი-თებერვალში და რომ დაიწყო ჩხუბი რაღაცა ულამაზესი გდებით აგდებს ის თურუია, აი რა გადმოიღებს ესე და პირველი რაუნდი დაახლოებით იგივე ხდებოდა რომ აი წააქცეოდა, მაგრამ ბიჭო ფეხზე დგებოდა და რაც არის უცნაური ეს ტიპს ესე არ ეთყობა, მაგრამ მაგარ ჯანზე არის რა, აი ფიზიკურად. აი ესე ძალაში დაჩაგრო, ძალიან რთული არის, რაც მოჭიდავეს გჭირდება შენ რომ ზოგადად წაიყვანო დომინანტურად რა. რაც არ უნდა თქვა რომ ხა ტექნიკა ყველგან საჭირო არის. ვენს რამ ხელა მუჭი აქვს ნახებროს რა, 50 კმ-ისა? ო რა, ჩაკჩებია ტიპს რა. პირველი დარტყმა გაატარა თუ რა ბრძოლა გადატრიალდა აი ესე. აი ერთი და მაგ წონაში ეგრე არ ურტყავენ რა. ერთი მანელკაპე არის ალბათ ვინც აი ეგრე ურტყავს. მანელკაპეთან კონტრპანჩერი არის. სიმართლე გითხრა და მაგით არის ძლიერი კონტრპანჩერი რო არის და ჯოშუა ვენი პირდაპირ მიმწოდებელი არის დარტყმის რა. ჯოშუა ვენს არ ჭირდება კუთხე, რომ შეშეტენოს და არ ჭირდება აქედან მხარი დაატრიალოს. ანუ მანელკაპე კონტრპანჩერი. კავანას ზალის დარტყმა აქვს? კი, კარგად ურტყავს, მაგრამ ეგრე ვერ ურტყავს როგორც ის რა. კონი კავანასაც აქვს, ხო? მე რომ მკითხო, ჯოშუა ვენს შეეძლო ფინიში. ოღონდ ცოტა წაფლექსავება მოუნდა რა. თუ გახსოვთ მომენტი არის იქ, რომ აი ძალიან დაზიანებული არის ტაირა. აი მაგარინას ემიყავს უკვე ნოკდაუნით და ამბებით და როგორ გადაშა და გადაწყვიტა რომ გაგუდოს ტაირა. ანუ ეხა ეგ რო ექნა once იქნებოდა კი, მართლა ძალიან მაგარი და ვილაპარაკებით ყველა მაგაზე რომ გაგუდა ტიპმა და ვენმა, მაგრამ არ ვიცი ეხა მე მგონია რომ ვანი რო გაიზრდება და გახდება 30 წლის ეგეს ახაც აღარ იზავს. წეს ალბათ. კი, ზოდა ბავშვური საქციელი იყო მისგან შეეძლო დაფინიშება დარტყმებით რეალურად რა ახლოს იყო მაგან. როცა ეს ფინიში ვიდეოს და იცი რომ დაფინიშე ვლაპარაკობთ ჩვენ, ხო? ლუკა და ფინიშე ვლაპარაკობთ შენ და შენ კომენტარებში ვლაპარაკობთ შენ ფინიშზე და შენ ლაივზე რომ ანუ რეალურად ბევრი თქვა რომ ცოტა early stage იყო რა, მაგრამ გახსოვს რა ვილაპარაკეთ, ძალიან საინტერესო მომენტი ვილაპარაკეთ რა. რო არ გაეჩერებია მომგები მაინც არ იყო. ტაირა მარჩხუბის რა. მე მგონი ანუ ორი ვარიანტი იყო რა, ან გაგრძელდებოდა და იქ კაცმარის გადარჩებოდა, ანუ კი კითხვები არის, იმიტომ რომ ტაირა რაღაც გადარჩა, მარტო მაგიტო გონია რომ შეიძლება გადამრჩენილი ყოფილიყო მაგიდან. იმიტომ ტაირა არის, მაგრამ რომ გაარჩენილიყო, მაგრამ როგორ იგებდა რა. ანუ ეგეთი ძიმე ნოკდაუნის და გავახვის მერე აი რა უნდა ექნა ტაირას, აი ეგ მაგატმებს ვერ გაატარებდა, ეგ უნარი არ ქონა, ძალიან დაზიანებული იყო და რო წაექცია ვთქვათ, რა უნდა ეკონტროლებინა ეხა ეგეთი ტაირას, რომ აი ეგ ეპიზოდი ვიღანაირად შემოატრიალებს. ამიტომ ეხა ელისტოფიჯი შეიძლება იყო, მაგრამ
ბრძოლის შედეგი ამ ყველაფერს ჩემი აზრით საერთოდ არ შეუცვლია რა. ერლი კი არა რა იყო დასროტაირას მომენტი იცი მაგნერის საფრთხეში დიდათა რო არისო და მანამდე ამყოფი ხო მაგან ვერ გაითვალისწინა ის მომენტი რომ თავის დახრა ბოლომდე არ შეიძლება ანუ ეს ინსტრუქტორს იკეთებენ ხოლმე რა ბრძოლის წინ რომ ბოლომდე თავის დახრა ქვევით არ შეიძლება რომ ანუ საჯი ვერ ხდება შენ ეცემი თუ რა გჭირს მოაზე რა ანუ დგომში როცა დგახარ და წინ წაიღე თავი უკვე ფიქრობს რომ ანუ გათიშული ხარ ინერციულად რო წაიღე და სამარაუდოდ მაგნერი გადაწყვეტილება მიიღო და ზუსტად ეგრე თავი რო ჩახარა მაგროს დააჭედა ძალიან მძიმე მარჯვენა და რომ გადავარდა მაგაზე საჯი ეგრევე ჩამოხტა რა. კი, მაგრამ იმაზე ხო არ არის რომ ის რო არ მოხდარიყო რა მოხდებოდა მაგაზე არ არის ანუ ან იყო სწორი სტოპიჯი ან არა თორე მე აღარ უნდა იფიქრო რომ მე მაინც ვერაფერს ვერ იზამო ეგ უკვე ხოვაზე ხარ ის ჩემი აზრით მაგრამ მე არ მეგონა რომ ცუდი სტოპიჯი იყო თავიდან რა მე რა მოხდება არავინ არ იცის ხოვაზე ხარ ეგრე არის საერთოდ და სხვათა შორის რა მე ხო თქვი რომ არ მეგონა მეთქი რა ცუდი სტოპიჯი რა მაგრამ flyweight-ში იკაიფეთ ეხა სახელებზე რა ჯოშუა ვენ პანტოჟა მანელ კაპი ჰორიგუჩი და კავანა სიმონ აი ეს არის ეხა ტოპ მატჩაპები აქ ამათში რა არა ხვიჩი ძალიან ბევრი ბრძოლა მაინტერესებს მაგალითად ბიჭო პანტოჟა გამოყო როგორი ხალხი იცი ბრენდონ როიალი ბრენდონ მორენო კი გამოტოვაზარიერი ან მაგარი დივიზიონია აი ბევრი ჩხუბს ნახავდი ძალიან რა yeah bro და კიდე ამივენზე იჩხუბა ერთმა ბიჭმა გახსნა პრელიმ კარდი ჯოშ ოჩოა არის გვარად მოკლედ რა მექსიკელი ისა გოლკიპერი პატარა ბიჭია ჯერ ძალიან 24-ის პერუელი აი ეგეც მალე უნდა შემოვიდეს თამაში yeah bro მაგალითი მოიგო ბიჭო ქულებით მაგრამ აი ძალიან ცემა ის სასწაულს გაუძლო იმ ტიპმა ეს საინტერესო არის ახლა რა სწრაფად შეიცვლება რა აი ხანდახან იმაზე ვკაიფო ხოლმე რა სწრაფად ცვლიან და უცნაური დივიზიონები არის რანკინგებში ხოლმე რა ანუ pound for pound-ებში თუ გახსოვთ რა იყო ხამზატი ახლა pound for pound-ში მესამე იყო ამაზე ხა და შონ სტრიკლენდი ახლოსაც არ იქნებოდა ხო ალბათ ტოპ სად არც იყო ანუ ეხა რას ნიშნავს ეს ვერ გაიგებ ვერ ხვდები ხოლმე ხა დასვავენ თუ არა შონს მესამეზე არ ვიცი არა მგონი crazy man it's all about the hype ხო შონ სტრიკლენდი დაჟე ტოპ 15-შიც არ არის აზე ხარ ვაუ ბიჭო შონ ბრედიმ რა პერფორმანსი დაგვიდო ვაუ შონ ბრედიმ გამაჩუმა ცოტა მაგინა მაგის მასაკაცებას არ დაგვაკლო ვისაც არ გჯეროდა ხო იცი ის ნაკრების საფუძველი იყო ნავალოვსკი ესპანეთს რომ მოუგეთ საქართველოს ნაკრებმა და ვისაც შვენი არ გეჯერათ ყველაზე დავატირეო და პოსტფაიძე იბედა გაგვიბრაზდა ძმა მაგრამ იცოს ვენაცვალე იცოს ულოცავ მის გულს ულოცავ და პრობლემა არ არის ხო არა ბრეიდი რო ძალიან მაგარია მაგაში არავის დაიჭრებოდა ალბათ არაზროს ტიპი მართლა ძალიან მაგარია რომ ერთადერთი რაც მე მაგრად მაიჭრებდა არის ის რომ ანუ ობიექტურად ტიპი არის მაგ დივიზიონისთვის პატარა ანუ ძალაში ჩაგრება სულ ყველასთან ეს ბაკლი არის გამორჩეულად დიდი ჩამოსული middleweight-დან საკმაოდ დიდია ვერ დაასაბმითებ იმიტომ რომ რაღაც ძალის პატრონია და გვინახავს ახლა უსმანთანაც კი უსმან მათრია მაგრამ ნუ დგებოდა ფეხზე და ბოლო რაუნდები იყო რომ უკვე უტყავდა მაგრად ბაკლი მაგრამ ეს რაც ბაკლი ბრეიდი მანახა იყო მასტერ კლასი 30 ანუ რეპლინგის ლეველი უნდა ძალიან უაზრო ტოპ გეიმი ჩემი აზრით ეს არის MMA-ის ჯიუჯიცუს უმაღლესი დონე რა ანუ აი სულ მუდმივად შეტევა ცოტა დარტყმები იყო ლეიზი და რა Donkey Kongo ჯო როგერმა რო თქვა Donkey Kong მეტი შეიძლებოდა რა კი 90 თუ რაღაც უყარა რაუნდში ჯოთანისიც ალბოები თუ 12-6 არ იყო ასე ხარ მაგაზე ხო იკაიფეთ რომ ძველი წესები იყო რა და 12-დან 6 ისენია იდაყვები არ იყო აქ ხო აზე ხარ და მაგასაც მნიშვნელობა ხო აქ ხა მაგ პოზიციაში
მაგ პოზიციიდან ხოაზე ხარ ყველაზე ისეთი არის რა. და ძალიან ძლიერი არის, რავი რა, ძალიან ძლიერი არის. ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი, გაკვანძა ის შონ ბრეიდის ახლა ვინც არის ის მაყურებლებს ვიტყვი რომ გამარჯვება აქვს კრეიგ ჯონსთან. კრეიგ ჯონსი ვინც არის ის, მაგრამ ვიტყვი რომ არის ერთ-ერთი ძალიან მაღალი დონის გრეპლერი რა. ანუ აი ADCC-ის ვერცხლი აქვს 2. ანუ ვინც არის ის უყურეთ ისე გაერთობით ეგეთი გრეპლერია რომ MMA-ის მომხრე კრეიპლინგი ყوارს შეგაყარებს ეგეთი ტიპი არის და ოღონდ ნუ იქ წესები იყო რომ რაღაცა ეხზე გადასვლა არ შეიძლება და ჰუკები და რაღაცები აკრძალეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? იბრძოლეს და ბრედი მოუგო ის ჭიდაობა და. ბრედის ყველასთან აქვს შანსი, პროსტა იქ მუტანტები არიან რა. კორტესი ვალდო რა ბრძოლა იყო. ნუ ძალიან საკმაოდ მაგარი ბრძოლა იყო და მე რა მომეწონა იცი, აი ზუსტად რა ფერს თქვი მაგ მომენტში ხო? ვალდოს ხელში არის მთელი მისი ბრძოლა რა. იმიტომ რომ ვოლკოვი იქნებოდა ვოლკოვი და ვალდოს უნდა გაეკეთებია მაქსიმუმი მისი თავის რა და ვალდომ ვერ შეიძლება ვერანაირ შემთხვევაში გაეკეთებია. რა ვიცი, მე ვფიქრობ ვოლკოვი შეიძლება ერთ ბრძოლაში იყოს სატიტულო ბრძოლასთან. თუმცა საკმაოდ საკრინჯო ინტერვიუ მის საბრძოლის შემდეგ არის იმიტომ რომ ვერ გაიგებდი რა სიძახდა, მე კი რაღაცნაირად გავერკვე ბოლოს ის უნდა და რომ გამარჯვებული უნდა იქ იმიდან რა ხო ეხლა ჯონისა რაჯო შემდეგი მე ვარ რა განი პერერას ხო განი პერერას გამარჯვებული უნდა რა ტიპი რა ვეტერანია მძიმე წონაში უკვე 51 ჭხუბი ჩაატარა პროფესიონალურზე ხარ მძიმე წონაში 51 ჭხუბი და აი ეს რაც მაგას შეუულია ბერმოდოს არ შეუულია რა აი ბრძოლის მოგება ისე რომ ვერ ხვდები როგორ აგებ მაგ ბრძოლას რა ანუ აი რაღაცა ისე იგებდა უმარტივესად უბრალოდ მეც მუშაობდა აი ის თუ ერთ და არ ყავდა ეს ორ და არ ყავდა და არ თითქოს აი დიდი ძალისხმევა არ ჩაუდია რა მარტივად მოუგო აი რასაც სტრიკლენდი შვება სასწაულად აი სწრულად რომ დადის და თან ვერ მიიყვან გალიასთან რომ მე უფრო გაიმარტო დარტყმა და თან ვერ ხვდები ისე მოძრაობს აი ფეხსაც რომ დააკვირდე ესე არ ჩანს მაგრამ აი ესე დადის ესე დადის ვერ მიათრევ იმასთან ამ დროს ამ სიარულში გირტყავს გავა დაგარტყავს გავა და გავა 5 რაუნდი წააგე რაუნდი 5 წუთი და წააგე რაუნდი რა ეგ უქნა ვოლკოვმა გადააკატავა და რაღაცა აი მარტივად უბრალოდ უფრო მაღალი დონის მებრძოლი ვარ მაგიტომ მოუგო ეგ ჭხუბი რა ვოლკოვი ძალიან მაგარია აი კორტესი უნდა რა ვერ ხედავ ასპინალთან ვერ ხედავ მაგის გამარჯვებას რავი დერიკ ლუისმა რო მოსვა ბოლოს რა ბოლო წამი იყო თუ რაღაც ძალიან ბოლოს რა ეგ მაგას ეძებნა დერიკ ლუისი არ ითვლება გიო არ კორტეს იგივე ძალა აქვს, ნუ იგივე შეიძლება არა, მაგრამ one button ხოლმე ხარ რა, one touch button აქვს კორტეს უეჭვა ყველა კორტეს უყურე რა აქვს, კორტეს რა აქვს, იცი? იო, აგი. დერეკ ლუისი აგი არა აქვს უბრალოდ კიდე აფეხებზე რა, ბოლო წამი არის ხო რა, ლოგიკურად რატო უნდა მოიქნიო ვითო, ხოლმე ხარ რა. მაგრამ ლუისი არის რა, ლუისთან მართლა წაგი მარითლება. აი ახლა ლუისმა დიდი favor უნდა გაგვიკეთოს რა და ეგ გაუკეთოს იმას ჯორჯ ჰოკინს. თორე კრინჯით მოგდი უკვე რა, აღარ შემიძლია რა. Hey get this man out of here. გაიყვანეთ რა ეს რა. Derek. ისა ძალიან მაგარი იქნება White House-ის loan-ზე ისა ნაგავი რო გაიტანოს რა, ხოლმე ხარ Derek Lewis-მა რა, პიჟამოთი და რა ჩააგდოს და. უნდა მოვაგებინოთ ეგ ჭხუბი კი. აი Derek Lewis-ს განუყავს ნაცემი რა, ჰოკიტი უნდა შევჭამოთ და მგონია რომ მოემზადება რა. ტრამპმა იკითხა სადაა ჩემი Derek Lewis-ი, რატო არ ჭხუბობსო და მგონია რომ ჩადებს რა ეხა მაგბრძოლისთვის რომ არ შეერცხოს რა და თუ ისე იჭუბა ჰოკიტმა როგორც გაცვალა დარტყმები მტერს დაავს იმის ერთი გასვლილი მუსტი რა Derek Lewis-თან ჩემს მტერს მართლა მაგნაირი გაცვლა დადექი დადგეშვაში და მამაკაცურად დაუდგე Derek Lewis არავის დედაბიწაზე სავარაუდოდ არ იყოფა მაგ ჰოკიტს აყვანილი ისა სანტა ბარბარას და მექსიკური ესეთი სერიალების წერლები ისეთ რაღაცებს იგონებს ხოლმე მაგაზე ხოაზე ხარ რომ ყველა მიცის და აღიარებული არის რომ დონალდ ტრამპს მაგრა ევასება ლუისი რა ხოაზე ხარ ხო გახსოვს ტელეფონზე რომ დაურეკა ადრე ბრძოლის მერე და რაღაცა და ისეთი არის რა ცნობილია და ამას ეკითხებიან რომ ამას რო შეეკითხეს ის იძახის რომ ის კი არ არისო ფავორიტიო მე ვარო ეხა ახალი ფავორიტიო რა დონალდ ტრამპისო და უბრალოდ უნდაო რომ მე ვყოფი
ყოფილიყავიო White House-ეო და მაგ მომენტში მოიყვანოს Derrick Lewis-იო რახანმე ყოფილიყავი. ხო ასე ხარ, აი რამდენი ის აქვს რა, ხო აი ხლართავს რაღაცებს. ხო, როგორ ხლართავს რა. ყველაზე bad guy გამოდის ახლა დღეს ჯოშ ჰოკიტი. აი ისე ერთი კვირის წინ რომ ბაზრობდით, იცი ლუკ რომ აუ ჯოშ ჰოკიტზე რას ფიქრობდა, რავი რა, გასართობი არის ხო, არ არის ცუდი და რაღაც. მომენტში გაგვართო, იმიტომ რომ ოვერდოზი არ მოუვიდა, გეიგე? ანუ გაგვართო, იმიტომ რომ ოვერდოზი არ მოუვიდა. მაგრამ ხვიჩ, იმაზე ეს რო არ გაეკეთებინა ახლა ჰოკიტს ლუკ. ხო მაგარის ბანძი პრეს კონფერენცია იქნებოდა. ეხა ყველა ლაპარაკოს და რა. ეხა თეთრ სახლში რო ხარ, არ გინდა რაღაცა სეგიჟეები აკეთო რა, რაღაც დასტოინად ის და ყველა და ამან გაგვართო კი, მაგრამ რაღაც მომენტში უკვე აი რაღაც ის ხო, რა თქმა უნდა, რეები. ციკლენ მოუხრა that's too much bro, ანუ ციკლენ მოუხრა რომ that's too much უკვე. ესე იგი ძალიან too much არის რა. ციკლენდი რო გეტყვის. რა დაგიშავა პერეიამ რომ მაგას ეუბნები რა, ანუ აი რატო უნდა უთხრა ეგ ცუდი რაღაცა რა. აი შენ რო ღვინო მომაწოდო და რო გითხრა რომ არა უკვე ზედმეტიაო ეგეთი პონტი გამოვიდა და ხო ვარიანტი არ არის მე სიფურებდა ეს სტრიკლადი რო გეტყვის რომ ეგ უკვე ზედმეტი იყო ხო ასე მაგდინ ლაპარაკის ეგრე არ შეიძლება ბიჭო ბობი გრინზე რა სიტყვი ხვიჩეს ფაიტერი არის და ჩემი ფაიტერიც გახდა ეხა ბობი გრინი ჯერ შეგისწორებ ხო ბობი გრინი არა უკვე კინგ გრინი არის უკვე მარტო კინგ გრინი არის ხო ოფიციალურად კინგ გრინი უაზროდ მევაზება ეს ბრძოლა რა ასეთ კლასიკა 13 ჭუბი ჩაატარა 53 ჭუბი ჩაატარა ფაქ master class გაძლიერა მისი სერია სამმოგებამდე რა ვიცი რა კიდე სავარაუდოდ ვიღაც ისლამ მახაჩევისნაირს მიცემ მენ მაურისიოსოვისნაირს მიცემ პედიმლეტისნაირს მიცემ და კიდე იმედი არ შეეწირება რაღაც ვწივე შემთხვევას რა თუმცა ტიპი მისი ასაკისთვის და მისი სიტუაციისთვის ძალიან მაგარა ბასრად გამოიყურება რა ძალიან უაზროდ ბასრად გამოიყურება რამდენი ბრძოლა იყო 53 ბრძოლა იყო მისი მაგი ბობისი ისე სხვათა შორის ამივენზე იჭხუბა კაცმა რომლის ბრძოლაც იყო 59 და მოიგო გილიოტინი მილერი 59 ბრძოლა ჩაატარა ტიპმა და გილიოტინით მოიგო ჯიმ მილერი მეფე ჩვეულებრივ ანუ ადრე მაგრამ მევასებოდა ჯო ლოუზონი რა და ამ ჯიმ მილერმა ყველაჯერ მოუგო ამ ჯო ლოუზონს გარშე და მაგრამ მევასებოდა მაგის გამო მის დროს რა უღებელი ციხესიმაგრე არის მეთქი რა ეს ჯო ლოუზონი ჯიმ მილერი თქო ბიჭო ამ კარდზე რა რამდენი მასტერ კლასი იყო რა შენი აზრით ანუ ეს კინგ გრინი ხო მასტერ კლასი იყო ის ვაფშე ვერ შეიხო ერთხელაც გონი საერთოდ დამეჯი არისო ამასოვისაც ხო მასტერ კლასი ითვლება რა ამოსოვი შონ ბრეიდის ხო მასტერ კლასი ითვლება ბაზარი არ არის ამოსოვი თან ის ტიპია რომელმაც ნურმაგომედოვის კლანზე დამარცხებული ყავს ხვაზე ხარ და ნურმაგომედოვის კლანის ფავორიტთან მიდის რა სავარაუდოდ ვერ შეხტებიან იმიტომ რომ წავა ისლამი რა სანამ ამოსოვი პირველ ნომერის პოზიციაში მივიდა ხო ისლამი უეჭველი წავა მაგრამ ამოსოვი არის 4 გზის სოფლიოს ჩემპიონი საბრძოლო სამბოში და მან ყავს ყოველჯერ აბუბაკარ ნურმაგომედოვი და სხვა ნურმაგომედოვების ყველა დამარცხებული ყავს ტიპს წარმოიდგინე რა და რავი რა ძალიან სასწაული პოზიცია არის ამოსოვის სიტუაცია რა ძალიან დიდი ტალანტი მოდის ჩემი აზრით რა ბიჭო ეგრე რატო ხდება ხოლმე რომ ტალანტი რა შემდგარია უკვე რა რა ანუ დიდი ტალანტი მოდის ტოპში მეთქი თორე ხარ მაგის საუბარი არის პროსტა ტოპ 15-ში ძალიან დიდი ტალანტი მოდის რა და ჯო როგერმა კარგად გაუკეთეს ეტაპი რომ შემდეგი კონდეს ისეთი ბრძოლა რომ რასაც მართლა მაგის დონე იმსახურებს რა დაჟე ისეთი დონე არის რომ პირდაპირ ტიტულზე მივიდეს ეგრე რამდენჯერ ყოფილა ხო ხშირად ყოფილა შეიძლება ხშირად არა მაგრამ ყოფილა ხოლმე რა და ეგეთი დონის და რავი ჩემპიონი სავარაუდოდ ერთი ჭხუბი ან მაქსიმუმ ორი ჭხუბი აქვს დარჩენილი უბრალოდ დივიზიონია ისეთი რომ ძალიან კაჭამეები არიან და ბევრს აქვს პრეტენზია და მაგიტო გაუჭირდება ჯერ რა. თორე ტოპ 5 ძალიან რთული არის, ტოპ 5 ძალიან რთულია, ძალიან შახლართულია ტოპ 5 არის სასწაული მაგ დივიზიონში, ამიტომ ძალიან ძნელია ტოპ 5-ში იმენარია. ისე რევალ მუჰამედი და
აბა მუხამედ არ გადააგდეს მაგი ოქტაგონიდან. ბიჭო, იოელ ალვარეზი რო ილია თოფურის მუსიკით გამოდის, ხო? ის რაღაცა ორა რო არის რა. ის უნდა გამოყვეს რა, თორე რომ მარტო მუსიკა ისეთი პონტია, რაღაც ხო უნდა იყოს რა, ისეთი რა. ანუ მაგარი ბიჭია ძალიან თან რეალურად ფინიშერი ძალიან არის. მაგარი ბიჭია. კი, ძმა. მაგარი ბიჭია ძალიან ფინიშერია, მაგრამ რაღაცა ჭერი აქვს ყველას რა. ხო, ან სტილი ისეთი ხო აზახარ ამოს სტილს. ხომ გამოაჩინა ვითო დილეტანტი არის, ანუ ბრძოლაში თან არმანთან არტისტიც უდათ იყიდავა რა და ამოს სობა რაღაცა გამოაჩინა ძალიან დიდი სხვაობა მაგარ გრეპლინგის ლეველში რა. ვის მისცემდით ახლა რო უყურებ უნდა მოუგოს ყველას რა. ამას ომის მატჩმეიკინგი შეიძლება მაგრა გაუჭირდეს ამოსოს. ვისთან? სტილისტიკურად. ბრეიდისთან შეიძლება უაზროდ მაგრა გაუჭირდეს ამოსოს. მაგრამ ნახავდი ძალიან დიდი სიამოვნებით ვაშურის. კი, აი სუპერ მაგარი მეჩაპი იქნება რა. იმენა ძალიან მაგარი გრაპლინგის გასწრა იქნებოდა. მე უფრო 5 რაუნდიანის ნახვა მინდოდა და ანუ მოვსარებლოები სტერლინგის შავით იქნებოდა რაღაც. ბრეიდის ალბათ მოგების მერე აღარ მიცემე კიდე ქვევით აკაც რა სავარაუდო. ბრეიდი არის კოსმოსში, ბრეიდი არის შემდეგი პრეტენდენტი ერთ გამარჯვებაში და არანაირი რეიტინგის გარეშე მებრძოლაში შანსი არ შეხვდება მაგი. აი ედვარდსია მე-7-ზე რომელსაც აი ესე ედვარდსი უკვე ცოდოა, თავი დაანებეთ ედვარდს. ჯეკ დელა მადალენა მე-4 ნომერი რომელსაც რომ მოკიდებს ხელს დაამთავრებს. მოკლედ ძალიან მარტივად ჩაულია შეძურეს მაგის თქმა მინდა რა. არ გაუჭირდება. ბიჭო, სხვათა შორის კამარუ უსმენი არის მაგარი ბრძოლა რა დამიჯერეთ. ძალიან კაი ბრძოლა არის რა. თან ლეგენდა არის კამარუ უსმენი ჩემპიონიც. თუ დაამარცხა. კამარუს რომ მოგება ბოლო აბა წამგებიანი ვის უნდა? ამასოს რა აქვს კიდე იცი? კამარუს რა აქვს კიდე იცი? ალი ყავს კამარუს. კამარუს აქვს ალი. რომელიც არასოდეს არ დააყენეს უდრის ქვეშ, მაგრამ უდრის ქვეშ კამარუ უსმას. არანაირ შემთხვევაში არ დააყენეს. მაგრამ ძალიან კომფორტულად შეარჩენ ხოაგინ ბაგლი და ძალიან კომფორტულად და ძალიან ისე დაშალენ. ხოაზე ხარ რა, რომ იცო უეჭელი უნდა მოიგო, თორე კარიერა მთავრდებოდა უსმანის წარმოედგინე რა, ისე შეარჩენ. ანუ არანაირ შემთხვევაში მაგიან ტიტულზე ხო არ მიდის და რა უნდა ქნას, უნდა იჯდეს უკვე რამდენი წლის არის კიდე გავა 1 წელიწადი და ტიტული უნდა კაცო უსმას, აბა. რა უნდა? ტიტულზე ხო არ გადის ხა ყველა მიცის რომ შემდეგი არ არის ტიტულზე და საერთოდ შორის არ არის. არ ვიცით ეგ ჯერ და რომ უსმანი ძალიან საინტერესო იქნება და რაღაცებს რაღაცო. დაგუბრინდა ნაცინები მე და ხალხი ხალხმა ახლა უსმანის და კლაუს ხალხი და ერთვარის. ხალხმა მაგ ყველაზე მძიმედ დავცინეთ ისლამ მახაჩებზე დაგვაცინია ტიპს რომ ალაპარაკა სპეციალურად კამარუ უსმანზე როცა ასეთი დივიზიონი არის და შემდეგი რა ნარატივი წავა ხო ის რომ თუ ისლამ მახაჩევი დაიცავს კამარს ახლა იანგერის საწინააღმდეგოდ ხო ეგენი თავს მოიკლავენ რომ მაგ მოძრაობაში კამარუ უსმანმა მეორე გამარჯვება მოიპოვოს და შემდეგ მახაჩევ შეახვედრონ და კიდე რაღაცა ფულები გაწურონ და რაღაცა მოძრაობები გააკეთონ და რავი რა ყველანაირ სეზონში ორივეს მენეჯერი არის, ორივეს მოძ გამოართნევს. იდეალური იქნება ყველა. დალაგებული აქვს სწორება წელს. ხო, მაგრამ ჯერ მახაჩევმა გარი გაიაროს. მე უნდა მოვაგებინო იქაც გარისაც კი არის სიანავად, მასალე უნდა გავაგიშვე ესენი. ხო არ ნახე გარი. შემთხვევით. არა, არ მინახავს. ბიჭო, მაგრამ გავიგერო ძალიან კაი ტიპი არის. ჩემი ძმაკაცი იყო გარის თავარის პანიკ პარტნიორი რაც აქ ჩამოსული იყო გორში? კი გორში. გაბრიელ ბარამია შეიძლება იცოდეთ გამაგრეპლინგზე იღებს ხოლმე მონაწილეობას. და ძალიან ძმა არის როგორც ვიცი, როგორც მომიყვარა, ჯიგარი კაცია, ვევასებით. უეჭველი ეგ არის შემდეგი რა. იონულად ძალიან ის არის. და რაც მითხრა გარიზე სხვა შორის ბარემ გიტყვი რომ ტიპი არასდროს არ იღლება. ანუ როგორ იყო იცი რომ კიო თავიდან ვერ ეოდით ჭიდაობაშიო, მაგრამ გავიოდა 1 საათი და მე ვერ ეოდაო რა. ანუ აი ეგ არასდროს არ გაჩერდა. ესენი არიან, ანუ აი მოჭიდავეები მთელი ცხოვრება მან მივიდა რა, ვინც სადაც იყო მისული და ესე ყველა პირველ რაუნდში ყველა ვერ ეოდითო, მაგრამ მთელი დღე იქ ვიყავით და ბოლოს ყველას ვერ ეოდაო რა, რაღაცა არარეალური კარდიო აქვს რა. ხო, ეხლა ამირანმა გოგოლაზე თქვა ძალიან საინტერესო რაღაცა იანგერიზე, რომ
შედარებით კვირაში ძალიან ცოტას ვარჯიშობს კვირაშიო, წარმოიდგინე რა. 4 დღე. ძალიან ცოტა ჯერ ვარჯიშობს კვირაშიო. მირანმა რომ ისაო, იმას შევავს. 3 დღე თუ რა დამნი დღე თქვა, ამივარ. კვირაში 4 დღე ვარჯიშობს MMA-ში. 4 დღე ვარჯიშობს მარტო კვირაშიო, ხო ხარ რა? ხუჭდა მე მაგას ხო ემატება კიდე bedroom cardio თუ ეგ არ შედის. bedroom cardio. ბიჭო ბიჭო 20 ივნის რა შვებით რამე გეგმები ხო არ გაქვთ 20 ივნის არ ვიცი რა ხდება 20 ივნის თქვენი არ ვიცი მაგრამ მე UFC Fight Nights უყურებ გიგა ჭიგაძეს მავა გიგას მოვაქ ეგ ჩხუბი კაცო აბა რა გიგას comeback-ი კარგი ბრძოლით თან ანუ სწორედ შეთავაზებული ბრძოლით ძალიან საინტერესოა აი matchmaking-ი არის რა კი ჯანსაღი matchmaking-ი არა ანუ ისეული არის რამდენი წლის არის ხო არ გახსოვთ ოპონენტი გიგა არა ოპონენტზე გულს არ არის დიდი ბიჭი არ არის 30 წლის ყოფილა და ხო ეგ ტიპი როგორც ვალიშვილმა თქვა მერაბს უსმენდი 84 კილოდან იყრება 61-ში მერაბმა თქვა ლაივზე რომელიღაცა და ან როგორ იყლებდა ან რა ძალა ქონდა რა ვიცი მე და მაინც გიგაზე დიდი იქნება ესე იგი მიუხედავად რომ ამოდის ქვეაწონიდან ზეაწონაში ამოდის 66-ში მაგრამ მგონია რომ გიგა შეუულია მაგ ბიჭის ეგეც ნოკაუტ არტისტი არის რა იგრე გამოდის ჯამში ალბათ არა არა იგაცო ნოკაუტერია მაგრამ ჩემს გიგასთვის არ არის ძალიან უხერხული მეტოქი აი ძალიან უხერხული როგორი შეიძლება ყოფილიყო აი რა ვიცი ვინმე ისეთი აქტიური მოჭიდავე და გრეპლერი რა ხა ესეც გრეპლერია მაგრამ აქვს გიგას რითი დაშალოს მაგის ამ რაუნდში რა ნუ ეს იქნება სტრაიკერების ბრძოლა რა აი სანახაობრივი ბრძოლა იქნება რა UFC მაგ ნარატივს თუ ამოღამება ძალიან მაგრა აწובה ახალ ბრძოლებში რომ სტრაიკერები მაქსიმალურად შეახვედრონ ერთმანეთს და მინიმალურად ახალი გრეპლერები მოაწეროთ გიგას ჩხუბი როცა არის კაცო არასანახაობრივი მე გიგას სული ჩხუბი არ მინახავს ყოველთვის გიგა როცა ჩხუბობს კაი რაღაც უყურე აი გიგას ჩხუბს აი ხა რომ საუბრობთ აი ხმა მესმის რა აი ცი რისი ხმა ხო აი ფეხი ხო აი ბეისბოლ ბათის ავით რა ფეხი რომ მოხდება რა ხო ტანში და ცოტა სლაპ რო არის რა სილასავით რო არის ცოტა 1-2 ფეხი თავში 1-2 თავში ფეხი 1-2 თავში ფეხი რომელას რო უყირო და ახსოვს როგორისმოდა იქ ხო 1-2 თავში ფეხი კიდე არა გვაქვს ხო ჯერ ბრძოლა დანიშნული ჩვენ ანუ თავარი გვაქვს ილია ტოპურია ივნისში გვაქვს მე გიგა ხო ამირან გოგოლაძესა კამარზე ეს ოქტაგონი ბაზარი არ არის საღო რა და ამირანს კამრით ნახავთ მალე კენა არის თუმასიაც ბაურ კენა არის ძალიან მალე და აუ ძალიან ისეთი კარდი არის შენ წასვლას აპირებ აპირებ რაც ყოფილა ესეთი კარგი კარდი მე მგონი ეს სამში ყველაზე კაია უაზროდ კონკურენტუნარიანი კარდი არის რა უაზროდ კონკურენტუნარიანი ძალიან მაგარი რო აი ვერ იყვი ხა რა ვიცი გინამ მეინში ხა რაული ძალიან მაღალი დონეა და კი მგონია რომ ოჭველი უნდა მოიგოს ჩხუბი მაგრამ აი იმის იქ ველა დანარჩენი ქვედა ბრძოლა ძალიან ბენგერია არა ვერაფერზე ვერ ჩამოყალიბდა ახლა ორი ბრძოლას გამოვარჩევდი სიმართლით ხა სადაც ანუ ძალიან ძლიერები არიან ახლა არის რაულის ბრძოლა და ღვინიაშვილი და რაული იმაშია ფავორიტად მაგ ორივე ბრძოლაში რა ანუ რო აშკარა ფავორიტად დანარჩენები ბეკატამლიანის ბრძოლა ხო რა ბრძოლა არის ვაფშე ოზე ხარ რაღაცა იმენა ძალიან მაგარი ბრძოლა არის სოზას ბრძოლა ხო რა ბრძოლა არის სადაზე არის საუბარი რა ქარ მთელი კარდი არის ძალიან უაზროდ მაგარი რა ბიჭო co-main event-ში ვინ არის ბეკატამლიანი ზუბაირაევს რა ქვია რაც აქვია და ხამზატის ის არის რა სპარინგ პარტნიორი და breakdown იქენით მან მაგარი ისტორია აქვს მაგ ჩხუბს რა თუ არიცით კი დაი ბოლოს ხუჩა მითხრა რა მაგრამ შეგვახსენე რა თან ხალხსაც საინტერესო არის
თამლიანს ჰქონდა ბრძოლა, თორსები ბოლო ბრძოლა იყო ერთ-ერთ კავკასიელ მებრძოლთან და ცოტა ისი აღნიშნა, გაუხარდა რაღაცა, როგორც შეიძლება ხეთ მოგება გაგიხარდეს და მერე იყო რაღაც კომენტარები ხამზატისგან, რომ ეგრე არ ვიქცევით ქართველები. კავკასიელები ეგრე არ იქცევენ, არა, ქართველზე იყო. რომ ქართველმა მასე არ უნდა მოიქცესო და ქართველ კაცო ეგრე არ შეშვენისო და მერე წაშალეს ეგ კომენტარი და მოკლედ რაღაცა ამბები მოყვა და კაკლას ხამზატის პარტნიორი ჩამოდის ბექასთან საჩხუბრად და ძალიან საინტერესო რაღაც ხდება. აი ის ბიჭი რა ჩხუბობს ჯერ მაგას უყურეთ. ძალიან კაი ბიჭი არის, მე ბექას ჩხუბებს უყურეთ. მიყოლებით მე მგონი ერთი ჩხუბია გადამული თამლიანს. და ძალიან კაი კავკასიელი ჭიდაობის არ მეშინია, მაგრამ ის კარგად ურტყავს და მოკლედ მაგრამ აინტერესებს რა მოხდება რა. იმას აბასა აქვს ოზას ძალიან მაგარი ჩხუბი. ან ისე იმასთან რა ქვია მაგ ქვეყანას ბიჭო ფინლენდ ხო? ფინეთი. ხო და ფინეთზე ვართ ეხა მინუსში რა და უნდა ამოვაბრუნოთ რა. არა ხვიჩი. ხო ეს არ ვართ, ერთ-ერთზე ვართ. რატო? იმიტომ რომ აბრამიშვილს ყავს ასამი ლონტოპი. ლონტოპი არა და ის ფინელი არის. ლონტოპი კი არა, ასო ლინტულა, ხო. ხო, ლინტულა. არა, მაგრამ ჩვენ ხო შევხვდით მერე, კაროჩე მას აიკონენსაც ხო შევხვდით. რუსლანი? ჩვენ კენის სტატისტიკაზე ვბაზრობთ. ნუ არა, მე რა მნიშვნელობა აქვს ახლა რამდენი ფინელი და ქართველი შეხვდებიან ერთმანეთს გიმკენაში იყოს. ჩვენ კომფორტული სტატისტიკა ავირჩიოთ. არ ვიცი, მაგრამ I want to shout out my boy Ruslan. აი, შეხედე. მოიცა, მარიაჟო ფეხა. მოიცა? ხედავ? ვანის ხელთვანი. ეს რუსლანის ხელთათვანებია, ხო იცი? შენ თუ მარიაჟობა გინა ძმაო, ეგ რა საჭირო არის? იმ დღეს ახლა გამახსენდა რა. თოფურიას რაღაც შეხვდა ინსტაგრამის პოსტი. მე და პერეირა მივდივართოთ ეს სახშიო. გადავედი მერე თოფურიას ინსტაგრამზე, ფოლოვინგში შევედი და ბატონ ნოსტალგიოსაც აფოლოვებს და ფაითობსაც. კი. ილია თოფურია. კი, მე გრელიანას ასი. ილია მაგითი ფლექსა. როგორ იყო, იცი? რონალდო ტრამპის, გიორგი სართანია, რაღაცა UFC. ბიჭო, ხო და ვიღაცები მომყვებიან მარტო იმიტომ რომ შენ ვინახარო, აი მართლა მოსვლია DM-ები რა. დედას პიცა ვარ DM-ები მოსვლია და შენ ვინახარო და ფოლოვინგები რა, ანუ ილიას ფანები რა, ხედავენ ილია ვის მიყვება რა და მე მოდიან სიგიჟი. ილია ძალიან მაგარი ინტერვიუ ქონდა ფაითობზე, მე ძალიან მივასა, თან ისლაინი და მივასა თოფურიასი რომ ამბობს ანუ ჩემ ქართველობას ხოაზე ხარ რა. არ გასაზღვრავს საქართველოს რეაქცია ჩემზეო რა. მე ძალიან მაგრამ მომეწონა მისი თეიქი, იმაზე რა, ზოგადად საქართველოს წარმოადგენი, იმიტომ რომ საქართველოს ფიდბექს მაძლევს თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს რა. მე ქართველი ვარ და მის შემთხვევაში რა. რაღაც პონჩი იმ მომენტში გულდაწყვეტილი იყო რა, ქართულ რაზე არ ვიცი, მაგრამ რაღაცაზე ქართულ თემაში და გულდაწყვეტილი იყო და მე მაინც საქართველოს წარმოვადგენ, იმიტომ მე ვარ ქართველიო და ანუ ჯანსაღი ლაინი გაჩნდა რა. ანუ ზოგადად ყოველთვის მასე დიდი იყო მაგ ახლა რა. არა და რამდენი შემიძლია გავაკეთო ილიას ეპიზოდიდან რამდენი პატარა შორტი ან რილი შემიძლია გავაკეთო ხო აზე ხარ რა. მაგრამ ამჭირდება, იმიტომ რომ ვიცი ზუსტად რომ მოვა დრო და ილია დაბრუნდება fight hop-ზე რა. Trust. და მაშინ რამდენი კამარი ექნება უკვე კაცმა არ იცის, იმიტომ რომ რეალურად 3 კამრის ფლობელია უეჭელი, იმიტომ რომ ბიჭო Holloway რო დაამარცხა ხო? მაგი გახდა BMF-ი რა. ანუ featherweight, BMF, lightweight და მომავალში რა. ნახოთ. ანუ უფრო BMF მეთოდი დაამარცხა ვიდრე ოლივერამ რა.
ოლივერა იმან თან მაქს ჰოლივეი ძახის რომ არა მე ბოლო მომენტში ვარ BMF-იო და იმან უთხრა მოდი თავიდანვე BMF ვიყავიო და თავიდანვე რომ და იმას კრა იგი იყო ყველაზე მაგარი რა აი ყველაზე მაგარი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი ქართულ MMA-ში ჩემი აზრით იყო ილია რომ ჰოლივეის ესე უკეთებს ოკტაგონში ესე უკეთებს აი ხო თუ ეგრე როგორ ეგრე გაუკეთა ხო? ორი ხელით ესე ხო. ხო, ილიას ხვაგან არის ხო, ილიაზე რა ვილაპარაკებ ყოველდღე რა. ბიჭო, ხო და სოზა ვახსენეთ რა და ჩვენი ბიტლი არის რა და ჩვენ 4 ვართ ხოლმე უკვე ეს მეორე არის ჩვენი შეკრება რა, ლუკ რა და მინდა რომ ხვიჩ სოზას გამარჯვების მერე ჯობია რომ სოზას დავებაზროთ ალბათ ხო? კი, რა თქმა უნდა, კარგი ინფორმაციას გაიგებთ, game plans მოგიყვებათ, რაღაცას მოგიყვებათ. რაღაცას არ მოგიყვება ალბათ. სად ემზადება ბათუმში თუ თბილისშია ახლა? ნაწილი ბათუმში, ნაწილი თბილისში. ფუნდამენტი დააგო ბათუმში და თბილისში ახლა ესავს ტექნიკურ მომენტებს და წონას აკეთებს. და მაგარია რა. ამატებების საბას ძალიან გულშემატკივრო უნდა წამოვიღოთ შავ კამართან. Team Fight Hop, bro. Team BFA. Let's go. ბიჭო, თოფური ახوار გეპატარავა Justin Gage-ისთან. რაც ხომ მაგრამ მეპატარავა. ძალიან მეპატარავა. ძალიან. თან არ მომწონს იცი კიდე Justin Gage გამართული წელი ჩხობს. თუ Holloway ხო? აქ არის. და როა მაგარი წინა აქვს, მაინც წონა და წინა ფეხზე დგას. Justin Gage ძალიან გამართული წელი ჩხობს. ხოზე ხარა? ანუ გაბარიტულად ძალიან დიდი სხვაობა იჩნდება მაგ მებრძოლებს შორის დგომში ვამბობ რა. რო ისი არის, მაგრამ ოლივერა რამხელა იყო არ გახსოვთ? განში დიდია. ოლივერაც წინა, გიო, ოლივერაც წინა აქვს ზონა. ხოზე ხარ კი გამართული წელი აქვს, მაგრამ წინა აქვს ზონა, მას ძალიან წინა აქვს ზონა. რა ვიცი რა. ანუ გულშემატკივრო დგეჭი პროსტა მაგმომუძი მინდა ხაზი გამოსვა. ჯაი ჰერბერტი იყო ყველაზე დიდი დაჟე მაგაძე დიდი მგონი რა. როცა წვრილი იყო. შენაღაში არ არის ჯაი ჰერბერტის დგომი და Justin Gage-ის დგომი ხო ასე ხარ არის? ბაზარი არ არის ალბათ ჯაი ჰერბერტის დგომი ჯობია ხო? Maybe bro. ჯერჯერობით. ჯაი ჰერბერტის დგომი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. მართალია. ყველაზე მეტი მაგალ მიაღწია. ხო. ჯერჯერობით. გიჟია რა, მაგარი დრო არის და აი შემდეგი თვე რა იქნება წარმოიდგინეთ რა, აი თეთრი სახლი რო დაახლოვდება რა. ისე რა გვიწევს, მაგამდე არ არის არაფერი. ვე და რამოდენიმე დღე. შემდეგი ნომრიანი ივენთი ეგ არის, კი ბატონო. კი, ნომრიანი ეგ არის ხო რა. ბაზარი არ არის. აი ეს არც არის ნომრიანი, UFC Freedom 50 ქვია ხო და სხვა ის არის კიდე რა. ხო, მაგრამ ითვლება როგორც ალბათ ნომრიანა, ანუ სპეციალური გაუკეთებს კამარს მებრძოლებს. არ ვიცი, გაასწორებდა ის. არ ამგონია. შემიყვანებენ თუ არა. არ ვიცი. გაასწორებდა ის, კაი სანახავი იქნება, ტრამპი რო კიდევ ილიას. ისტორიული კამარი, ისტორიული მომენტი იქნება. ეგ უნდა მოხდეს წესით. აბა მაგაზე დიდი პრესტიჟი რა არის თუ White House-ში ხარ პრეზიდენტი რო განმოგცემს ხო რა თქმა უნდა. ხო რა შემდეგ რა არის? ალენი არის, არნოლდ ალენი და ის არის რა ქვია, კოსტა არის რა შემდეგ კვირას. ძალიან მაგარი ჯგუფი, ძალიან მაგარი ჯგუფი. მელკიძელ კოშტარახს აკეთებს ბოლო 2 წელია. ძალიან მაგარი, ალენი არის ძალიან რთული მაგის. მოკლედ ჯგუფი აღინტერესოა. ანუ ექს შავკანიანი უწერია რა მაგას Instagram-ში და 1% შავკანიანი. ხო რა. და მაგას ხომ ძიმე ვიტელი გოჭირს. რაც აქვს მაგას. ანუ სრულად იყო ანუ. Michael Jackson-ს ეკჭირდა? ხო რა. Michael Jackson-ს მაგნაირი ცხაჭირდა, მაგრამ ამას ისეთი რა ცხაჭირს რომ ვაფშე გათეთრდა ტიპი. აუზერო შეხედავ რა. ხო. სრულად გათეთრდა. მაგირა, ესე ზოგადად არა ათლა ჯანსაღი რაღაცა ვიტელიგო და ვიტელიგოთი მებრძოლე იშვიათი არის ძალიან რა. ჯანსაღი არ არის, მაგრამ ისე ჩხუბა ბოლო ჩხუბები წააცალა ყველას თავიდან. კი. არ მაგარია.
კაი სანახავი უნდა იყოს. თან მე რა მომამჭის იცი ეს რა სიტუაციაში ვარ უბრალოდ რა კოსტას თავარი სპარინგ პარტნიორი ვინც არის ხო გოჩა შაინიძე არის მაგასთან სატიტულო ბრძოლაში აქვს ნაჩხუბარი რა ბრაზილიელთან და ანუ კაი მაგ ბრაზილიელთან ბიო ისეთი მაგრა იჩხუბა ხო კი წააგო კი რაღაც მაგრამ არანაირი ნეგატივი არ დაგვრჩა ერთმანეთში რა მაგ ბრაზილიელთან ჩვენ არ დაგვრჩა ძალიან პოზიტივი გამოწვეული უკავს ჩატაოთან ვარ ურთიერთობა რა და კოსტას კემპებში გინდა თუ არა ჩართული ვარ მოკლედ ვთქვათ რა სულ მაგაც პარიგებს უყურებ და ევას უყურებ რა რადგანაც გოჩამ გაგვაცნო მაგი ბრაზილიელი და მისი კემპი რა და მაგი შუტბოქსი არის ანუ იგი გუნდი არის ესეთი რა ძალიან ცნობილი ლეგენდარული ბრაზილიური გუნდი არის შენ გონია რომ ალენთან აქ ისეთ შანსები სერიოზული ძალიან დიდი შანსები აქვს იმიტომ რომ დგომის მებრძოლეებთან მოსვლას ყველასთან აქვს მაგარი შანსები რა ფაქტია ანუ დანიო ძალიან მაგარია დგომში კი თან არნოლდელი მშიერი არის ყველაზე პრობლემა მაგი არის რა აქ აი ჭუბია მოკლედ რა კი რა ძალიან მაგარი ჭუბია პროსტა რა მომენტია იცი არნოლდელი მაინც წავე კონტრპანჩერი არა ხო იცი ის კოსტა ისეთი კონტრპანჩერია რაღაცა ისეთი მძიმე კონტრშეტევის გაკეთება შეუძლია რომ გაქცევათ შეუძლია და არნოლდელი მაგნერი რაღაცით არ იყო ცნობილი არასოდეს რა არნოლდელი მე მაგრამე ვასება ერთი ძალიან მაგრამ უწოს მებრძოლე მაგრამ მარნოლდელი ტეხავს მეტოქეს წნეხი რაოდენობით დარტყმების რა ასე რომ თქვათ ჰოლოვეის აგრეით ჰოლოვეი არის რო თქვათ რა მოუგო მეხუთე რაუნდი მაქს მოუგო მეხუთე რაუნდი ნორა ალენმა ალენის გახო ალენმა მოუგო მაქს მეხუთე რაუნდი და просто რავი კოშტა კი კარგად ურტყავს მაგრამ ალენის გათიშვა უკვე მგონია რომ შეუძლებელია რა არ ვიცი რა უნდა კი თან 5 რაუნდი არის 5 რაუნდში ალენი ძალიან ძლიერი არის რა რეალურად უაზრო ძლიერი მებრძოლია 5 რაუნდში მაგარი ტესტი მიიღო რა ამდენი ბრძოლის მერე ძალიან მაგარი ტესტი მიიღო და აი ძალიან მაინტერესებს როგორ მოიფიქრებს პროფილ ას მოიფიქრებს ალენი სამი ღონისძიება არის სამი ზედის ზედ ღონისძიება სანამ იქნება თეთრი სახლი რა და მე მას უმაინც მაგაზე ვფიქრობ ეხა რა დიდად ვერ მოვიქნი მაგრამ იცი თქვენო ჯორჯიან მაშინ არის მაგ ქარდზე ალონის და კოსტას ქარდზე ჯორჯიან მაშინ Come on, bro. You gotta know, bro. Malcolm Wellmaker, bro. He's the machine. How it's it? Machine? Wellmaker, how it's Malcolm Wellmaker? You immarotsema. Ki kaso როგორ ვიცი? ხო და ეგ არის from Georgia რა. Atlanta, Georgia თუ რაღაც. Atlanta არის. From Georgia რა და მაგის nickname არის the machine. Yes. ეგ ქვია მე რა ვიცი დაირქვა რა კაცია. არ ვიცი ნუ ეგ არის რა მაშინარი ეგეც რა ხო რა ვიცი მინდა არქვა მაგარ ძალიან დიდი ტრაუმა მიაყენებს ფსიქოლოგიური და როგორ დაბრუნდება ნახოთ ერთი და მე გამოიარა იმან იუინმა ტესტი კიდე ხო ეხა იყო გონი ხო იუინმა ისე ჩაატარა ეხა 14-0 ტიპს მოაძრო სახე ხო კი მოუყანეს ვიღაცა კიდე იგივე გააკეთა ბიჭო გმაყოფილები ხართ გვინდა დავამატოთ რამე აი რავი შეგავიარეს მე მგონი მოკლედ მადლობა ბიჭებო სასიამოვნო იყო ეს ლაპარაკი თქვენთან კიდევ ვიბადროს როსაც საჭირო იქნება გამოვიწერეთ Fight Hop-ი პირველი პოდკასტი MMA-ზე საქართველოში მეგობრებო ჩვენი არხები გამოვიწერეთ გიორგი სარტანია ხვიჩა კორია და ჯიცერი ლუკა TikTok-ზე და მალე მიხილავთ YouTube-ზე ძალიან კაი ვიდეოებს გადავიღებ და მაგას მალე გადაგებინებთ. მადლობა. კაი პოდკასტი იყო მე მგონი. Ciao bella mozzarella. Robert De Niro. ხვიჩ. აბა. ხუთად ბიჭებო. ხუთად ყველა მაყურებლებო. ერთი დიდი ემოცია გავიზიარეთ და თქვენს გაგიზიარეთ რა ჩვენი ემოციები. შევინახეთ რომ თქვენთან ერთად აგვიხარჯათ. You tune into the Cartwellians on the Fight Hard Podcast. Fight Pod.